მშვიდობის, მოგესალმებით, მშვიდობისა, მივესალმებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს. საათ ნახევრის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით პირდაპირ ეთერში. პაატა ძიძიგური, ჩემი კოლეგა, სოფო შაიშმელაშვილი და მე მერი ნაკაშიძე და პაატა. სოფო შაიშმელაშვილი, შენი კოლეგა. მოგესალმებით, გამოყევით სოციალურ ქსელში, როგორც ვამბობთ ხოლმე, აქაც გიყურეთ, რა ვიცი, შეგიძლიათ მანამდე მოიმარჯვოთ რამე ისეთი გამაგრილებელი სასმელი, რადგან ცხელა უკვე და ანონსის შემდეგ უკვე უშუალოდ თემებზე ვილაპარაკებთ. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. თურქული სამზარეულოს კვირეული. ნახოთ ქეთაჩოთლაშვილის სიუჟეტი. სასკოლო ექსკურსიები და ისტორიასთან პირისპირ შეხება. სტუმრად ისტორიის მასწავლებელი ვერიკო ზაქარიაძე. ნახოთ რუბრიკა აჯაბსანდალი. ქართული ხმები. გადაცემაში სტუმრად მომღერალი ვაჟა აბესაძე. და ბოლოს ვნახოთ რუბრიკა მერის წუთი. სტუმრად კოსმეტოლოგი ელენე ბოჭორიშვილი. დავბრუნდით ისევ და დღეს როგორც ანონსიდან გავიგეთ, სუბუქი გადაცემა გვექნება, სახალისაც იქნება ამავდროულად და ბევრ საინტერესო ფაქტს გავიგებთ და რა აზრის ხართ თურქულ სამზარეულოზე მაინტერესებს? მაშინ სუბუქი და არომატული და სპეციებით, ანუ სუნელებით დატვირთულ კერძებზე ლაპარაკი, თუ სამზარეულოზე, რა ვიცი, მე იშვიათად მოიძებნა. თურქული სამზარეულო შენთვის მე ძალიან უყვარს, მე ზოგადად ცხარე მიყვარს და თქვენ მოგეხსენებათ ძალიან უყვარს მათაც ცხარე, ბევრი კერძი და ამიტომ ძალიან გემრიელად შევექცევი ხოლმე. სხვათა შორის სამზარეულოზე მაინტერესებს. მაშინ სუბუქი და არომატული და სპეციებით, ანუ სუნელებით დატვირთულ კერძებზე ლაპარაკი, თუ სამზარეულოზე, რა ვიცი, მე იშვიათად მოიძებნა. თურქული სამზარეულო შენთვის მე ძალიან უყვარს, მე ზოგადად ცხარე მიყვარს და თქვენ მოგეხსენებათ ძალიან უყვარს მათაც ცხარე, ბევრი კერძი აქვს და ამიტომ ძალიან გემრიელად შევექცევი ხოლმე. სხვათა შორის ისევე როგორც თურქეთმა იცის რაღაცნაირი მონატრება და ნოსტალგია, ასე მიმართება ხოლმე მათ სამზარეულოზეც. თუმცა ჩემთვის მათი კერძები ოდნავ მძიმეა, ცხარეა და ასევე ცხიმიანიც. მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან მიყვარს და რაღაცნაირ შედარებას ვაკეთებ ხოლმე აი აჭარულ კერძებსა და თურქულ კერძებს შორის რაღაც გარკვეული ის არის ხო კავშირი? ნახა ისტორიული კავშირი გინდა არ გინდა არის ბოლო 300 წელი უშუალოდ აქ ბრძანებლობდნენ შესაბამისად მე კონტაქტებია ძალიან დიდი მოგეხსენება რევოლუცია რო იყო რუსეთში და რაღაც იმპერიას გამოეყო მაგალითად მე საბჭოთა კავშირმა ძალით რო დაგიბრუნა ძალიან ბევრი ქართველი იქ წავიდა და ნუ ამ პერიოდში ყველაფერი რა თქმა უნდა ხალხები ერთმანეთზე გავლენას ახდენს აი მაგალითად საფრანგეთში და გერმანიაში საზღვარზე რო გაიარო ნუ საზღვარი ფორმალური აქეთ იქ არის ხალხი სახლებსაც კი რო უყურებ რამდენიმე კილომეტრით იქი და აქეთ აი ვერ მიხვდები სათხარ თუ დაუშვათ რუკას არ დახედა კი ბატონო, გეთანხმები პაატა, მეც იგივე შეგრძნება მქონდა, საზღვარს რო ვკვეთავ ხოლმე, გონია რომ ისევ საქართველოში ვარ. კი, ზორმაზე საქართველოა, კაცო, ბოლო-ბოლო ყოყორიშო და ტაოკლარჯეთი არის, ერთი ნახევარი საქართველოს ზომის, რომელიც დღეს ასეა, ჩვენი არაა, თუმცა ხალხი დღემდე ინარჩუნებს ურთიერთობას და არა მარტო და რაც თავარია დღეს ჩვენი თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და სხვათა შორის მეზობლებიდან ერთადერთია რომელთანაც საზღვარი ზუსტად გვაქვს გავლებული დემარკაცია არის და ის ყოველთვის მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და რა ვიცი ახლა ამაზე მეტი მეზობლობა რა გვინდა კარგი მეგობარია შეიძლება ხო აი მაგი არ გიყვარს არა ნამდვილად არ მიყვარს მაგრამ აი გიждები თურქულ ტკბილეულზე რომელიც ისე მაბნევს ხოლმე ისე რომ საერთოდ ვერ ხვდები ხოლმე აი რომელი ავირჩიო ხოლმე ამიტომ თურქეთიდან რო ბრუნდები ხოლმე პლუს 3-4 ერთადერთი რაც არ მიყვარს თურქულ ზოგადად აღმოსავლურ კერძებში არის ტკბილეული. იდე იმდენად გადაშაქრულია ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ტკბილი ყველა მიცის, აი უბრალოდ ვერ ვჭამ. სხვა დანარჩენი აი შემიძლია უზომოდ ჭამო. ჩაის კულტურა აქვს კიდე. კი. ნუ ხო, ნუ ჩაი ხა ნუ ცოტა უფრო აღმოსავლეთიდან ჩამოსული აქვს და ბოლო-ბოლო პორტოხალს რო ვეძახით, რატო თურქულად პორტაკალ იყო პორტუგალიელებს ჩამოქონდა თუ პორტუგალის გავლით მოხდა თურქეთში და ამიტომ დაარქვეს იქაურების ხილი.
შესაბამისად ეს ჩვენც პორტოხალი ბატონო, იცი, ოდესაც კერძი მიემართვა ამ თურქულ რესტორანში თუნდაც ჩაი ყოველთვის მოყვება და ცოტათი მძიმე ჩაი აქვთ. და აი მე ცოტა მძიმე ჩაის ვერ მივირთ. მაგრამ კარგი არის ანეიტრალებს მე როგორც ვიცი ცხიმოვნობასაც და სიმწარესაც. მოკლედ ბათუმში გაიმართა თურქული სამზარეულოს კვირეული. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავსი ღონისძიება ჩატარდა. ჩვენი ჟურნალისტი ქეთა ჩუთლაშვილი იმყოფებოდა, რომელიც დაესწრო გუშინდან კვირაულს და მოდი გავიცნოთ და ვნახოთ თუ როგორ მიმდინარეობდა თურქული სამზარეულოს კვირეული და რა სიახლეებს გავიგებთ. მანთი, თურქული ტრადიციული კერძი, რომელიც საოცრად ჰგავს ქართულ ხინგალს. დიახ, დღეს ვიმოგზაურებთ თურქული გემოს სამყაროში და გავიგებთ, როგორ აერთიანებს კულინარია სხვადასხვა კულტურას. თურქული სამზარეულოს კვირეული უკვე მეოთხე ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ინიციატივა ეკუთვნის თურქეთის რესპუბლიკის პირველ ქალბატონს, ემინე ერდოღანს. მისი მთავარი მიზანი თურქული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა. დღეს გთავაზობთ თურქულ ტრადიციულ კერძს, მანთს, რომელიც საოცრად გავს ქართულ ხინკალს. ამით გვინდოდა მსგავსება მოგვეხდინა ქართულ და თურქულ სამზარეულოს შორის. ნათია თავდგირიძემ ეს კერძი მოგზაურობის დროს აღმოაჩინა და დღეს თავადაც ერთვება შეფთან ერთად მომზადების პროცესში. თქვენ როგორც მე ვიცი შირათადი ხარ თურქეთის რესპუბლიკაში და სავარაუდოდ თქვენ იცოდინება ეს კერძი რა თქმა უნდა. მოდი ერთად გავაკეთებ, ერთად დავისხებ. თურქეთში უფრო გემრიელია თუ აქ ჩვენი გაკეთებული. არის ფქვილი, არის ფარში, მარილი, პაპრიკას ფქნილი, სომში არის კიდე კვერსკი. არაერთხელ მომზადებია მანთი და საკმაოდ შრომატევადია ამის მომზადება, მაგრამ შედეგი არის რაც მთავარია ძალიან გემრიელი. მანთი ძალიან წააგავს როგორც ქართული ჰინგალი. ჰინგალის გაგეკეთება სოდა დიდი ზომა, მანთი გაგეკეთება ძალიან პატარა ზომა. თურქეთს ყოველწლიურად 60 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ისინი ეცნობიან ჩვენს კულტურას, თავიანთ ქვეყანაში ახდენენ პოპულარიზაციას, რაც კულტურათა შორის დიდ ხიდს ავლებს. ჩვენი სურვილია თურქული სამზარეულოს ცნობილი და უნიკალური კერძები მთელს მსოფლიოს გავაცნოთ. ამასთან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნარჩენების შემცირებასა და მდგრადობას, რაც ჩვენი კულინარიული ტრადიციის არსებითი ნაწილია. მსგავსი ღონისძიებები კი განსაკუთრებულად ხელს უწყობს კულტურათა შორის თანამშრომლობას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა. შეფი ტრადიციულ კერძს ამზადებს. ეს იმდენად საინტერესოდ გამოიყურება, რომ თითქმის ყველა სტუმარი ერთვება პროცესში. ასე გადაიქცა უბრალო მომზადება მხიარულ და გემრიელ თავგადასავლად. ეს ჩვენი გამზადებული მანთი, გემრიელად მივირთვით. ესე იგი, ჩემს პრობლემებს კიდე ერთი რუბრიკა შეემატა, სადაც თუ დასაწყისში საჭმელი იქნება პარასკევას დასასრულსაც, არ ვიცი რამდენად გავჩერდები აქ. რას გვიშვება ჩვენ მე მინდა წამყვანო. გირჩიოთ, თუ მოხვდებით უახლოეს მომავალში თურქეთში, აუცილებლად დააგემოვნეთ მათი ტკბილეული კუნეფე ქვია. თუმცა ბათუმშიც არის ბევრი რესტორანი თურქული სამზარეულოთი და თუ მოძებნით ამ ტკბილეულს აუცილებლად გასინჯეთ. ყველი აქვს ამ ტკბილეულს, ეს არის ყველაზე უცნაური, თან ტკბილია. თან მომჟავო გემო აქვს, ნუ აი რაღაც სასწაული. არაბები ძალიან გაგიბრაზდებოდნენ ახლა, რომ გაიგებდნენ, რომ კუნეფე თურქული სამზარეულო. ანუ ხო, მე თურქულ სამზარეულოში გავეცანი, არ ვიცი. დღეს ხო ხტები ყველაფერი რაღაცნაირად ეკლექტიკურია, ყველგან ყველაფერი არის და პრინციპში დაუშვათ თუნდაც იგივე იტალიას, რომლის კერძებზე გიждდებით მთელი სოფლიო, რაღაც კერძები შეიძლება სადღაც საქართველოში ან რაღაც ნორვეგიაში უკეთესად აკეთებდნენ პიცას, აი მე იტალიელები გავუბრაზე. ვიდრე იტალიაში ჩვეულებრივ რაღაც აი ხო ხელზეა, ხო ამობენ, აი დაუშვათ მერის სასწაული ხელი აქვს და მის ხელიდან წყალით რაღაც სხვანაირი გემო. იგივე ანუ მზარეულზეა ჯამში დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეხლა მავს პიცა და აი მითხრა შემთხვევით რეკლამა მაკარონი ნებისმიერი სახეობის რო ავიღოთ, ხო, რა თქმა უნდა, ვიცით ყველა რომ იტალიის არ, მაგრამ მე მაპატიათ, ახლა იტალიაში როცა ვიყავი, ნამდვილად არ მომეწონა არც ტურისტულ ადგილებში, ზოგადად სოფლიოში არა ტურისტულ ადგილებშიც ვიყავ, იმიტომ რომ ეგ გამაფრთხილეს მითხრეს, რომ აი
დაათვალიერე ის ადგილები, რომელიც არატურისტულად არაპოპულარულია, გაიარე იმ რესტორანებში, სადაც ბევრი ტურისტი არ შეხვდება, უფრო გემრიელად მიირთმა, მაგრამ მე რატომღაც არ ვიცი, ჩვენს ქვეყანაში უფრო გემრიელ პიცას აკეთებენ, იგივე კარბონარას და ასე შემდეგ. ნუ მე შემიძლია გითხრა, რომ როგორ ისინი ჩვენ რო ვიძახით, რომ სადღაც აი ამ ყველით ხაჭაპური არ კეთდება, კაც რა არის რომ იწელება ხაჭაპური, დაუშვათ არც საჯარო საძიმერულში, ნუ ყველი არ უნდა იწელებოდეს, სპეციფიში არც ერთში. უბრალოდ აი კი რომ იწერება, ნუ ვიღაცებს ძალიან უყვართ ეთყობას გაწეული ყველი, თორემ რეალურად იგივეა, მაგალითად, როდესაც ჭამ რაღაც კერძს, აი ისინი ამბობენ, მაგალითად, თქვენ მაკარონის გემო არ იცით, ხო? სპაგეტის გემო თქვენ არ იცით, იმიტომ რომ სპაგეტის რაც იმაში იყიდება, აგ ბებია უკეთესად აკეთებს და სხვადასხვა სახლში ვცადეთ. გაკეთება და ძალიან რადიკალურად დიდი სხვაობა და მივხვდი თურმე სხვა გემო აქვს სპაგეტის რა, ანუ სხვა გემო აქვს, იმიტომ რომ წყალით არ არის ცოლ-მოზელი. აი კვერცხის გულებით და იმ სემოლინათი და ფქვილით მოზელი, აი სულ სხვა საჭმელი. მართლა სხვა საჭმელია და შეგვიძლია ყველი არც მოაყორო იმდენად გემრიელია. და თვითონ იქვე ამზადებენ ცომის მასალისგან. მე რაც მინახავს და მიმირთვევია, ვიყავი მქონდა ბედნიერი. აი ჩვენ აჩვენს, როვაგეთ აჩვენს ცომები ხო გიჭამია ხა დედა და მაგალითად გააკეთებდა და შემოჭერეთ, არ შემოიღოს ჭამდით ბავშვები, ძალიან გემრიელი. მოკლედ, აი ესეთი კვებითი დისკუსია გქონდა ისტორიული, თუმცა პრინციპში შორს აწავედით თემისგან ისტორიაზე ვლაპარაკობთ. ამ შემთხვევაში აი ესეთი სლოგანით შევეხოთ ისტორიას ხელით, ვილაპარაკებთ ექსკურსიებსა და კონკრეტულად ჩვენი სტუმარი ვილაპარაკებს მის მიერ წამოწყებულ სხვადასხვა აქტივობაზე. ვერიკო ზაქარიაძეა ჩვენი სტუმარი, მე-18 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი. მობრძანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით. მოგესალმებით. მობრძანდით. თან ახლა ზუსტად იმ დროში ვართ, რომ დატვირთული არის ექსკურსია. მე ვიყავი უკვე. შენ იყავი თუ ბავშვი? მეც გავერთე ძალიან კარგად. შენ ხვალ მიდიხარ პაატა, როგორც ვიცი. თან დილის 7-ის ნახევარზე. მეც ეგ ბედნიერება მქონდა. როგორია ეს ამბავი, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, როდესაც კლასი ერთად მიდის რაღაცის სანახავად, იმიტომ რომ ბავშვები თვითონ ბუნებრივია გასხოდებიან, როგორც დასრულები ისე და როგორი პროცესია ეს და რას უწყობს ხელს იმის გარდა, რომ დაუშვათ ძირითადი მიზანი არის, რომ ისტორიას შევეხოთ ხელით, რაღაცები დავრწმუნდეთ რაღაცებში, ხო, პატარები რო ვართ. დიახ, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო საკითხია, მით უმეტეს ზუსტად ეგ პერიოდია, როდესაც ინტენსიურ ხასიათს იღებს სასკოლო ექსკურსიები. რაც შეეხება ექსკურსიის მიზანს და მნიშვნელობას, ჩემთვის პირადად როგორც ისტორიის მასწავლებლისთვის, განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს და გარდა იმისა, რომ ეს ხელს უწყობს ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციას არაფორმალურ გარემოში, მათ ურთიერთობას და არაფორმალურ გარემოში ყველანი არიან აბსოლუტურად განსხვავებულები, აი სასკოლო სივრცისაგან. ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა ატარებდეს შემეცნებით ხასიათს და უნდა ქონდეს აუცილებლად ეს დატვირთვა. მხოლოდ აი წავიდეთ რაღაც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლი მოვინახულოთ, ფოტოები გადავიღოთ და დავბრუნდეთ და გავერთოთ, აი ამ მნიშვნელობას არ უნდა ატარებდეს სასკოლო ექსკურსია, იმიტომ რომ ეგ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ისტორიულ ძეგლთან ხელით შეხება ან ვიზუალურად აღქმა ისტორიულ-კულტურულ. შენ რა არის აი ამაზე ვილაპარაკე? კი ბატონო, გეტყვით რა არის? თითოეული ქართული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლი ატარებს ძალიან დიდ დატვირთვას. და რო ავიღოთ მაგალითად რომელიმე ნების, აი სვეტიცხოველი რო ავიღოთ მაგალითად. თითოეულ ფილაში, აი რომლითაც ეს ტაძარი არის აგებული, ქართული სული და ქართული გულია ჩადებული. თითოეული ორნამენტი გამოხატავს კონკრეტულ ისტორიას, რომლის ცოდნას აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ესეთი ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესწავლა გვმატებს პასუხისმგებლობას და მოქალაქეობრივ ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე. აი, ჩემთვის პირადად ყოველი აქტივობა, რომელსაც გეგმავს სასკოლო სივრცეში და რომელიც რა თქმა უნდა არაფორმალურ გარემოში ტარდება, მიზნად ისახავს მოსწავლეს აუმაღლოს ეროვნული ცნობიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი და აი ექსკურსიების გამოყენება ამ დატვირთვით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. გეტყვით კონკრეტულად, როგორ ხდება აი ჩემთან მიმართებაში დაგეგმა მსგავსი სახის აქტივობის წინასწარ ვარჩევთ რა თქმა უნდა ერთად კონკრეტულ რეგიონს და ლოკაციებს, რომელიც ამ რეგიონის ფარგლებში უნდა მოვინახულოთ. შემდეგ ვინაწილებთ სამუშაოს, რომელიც უნდა შესრულდეს აუცილებლად
ჯერ ცალ-ცალკე და შემდეგ მივიღოთ ერთობლივი პროდუქტი და აი ეს სამუშაო გულისხმობს სხვა მასალის მოძიებას, დამუშავებას, კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ამ პროცესებში უშუალოდ სკოლის მოსწავლეები არიან ჩართულნი. ისინი მიდიან ჯერ კომპეტენტურ პიროვნებებთან, აი მაგალითად შევადგენთ სიას კონკრეტული ისტორიული ძეგლის შესახებ, ვის შეიძლება ქალაქში ქონდეს ძალიან კარგი დაწვრილებითი ინფორმაცია და შემდეგ უკვე მოვიძიებთ დამატებით ინტერნეტ რესურსს ან მატერიალურ რესურსს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ასევე ამ კონკრეტული ძეგლის შესახებ კონკრეტული ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. ეს ძალიან ბევრი უნარის განვითარებას უწყობს ხელს მოსწავლეებში და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითონ თავდაპირველად არიციან თუ რამდენ ახალ უნარს იძენენ. რა უნარებზეა ლაპარაკი? აი მაგალითად ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, დახარისხება, ინტერვიუს უნარის განვითარება და როდესაც ინტერვიუს ასაღებად მიდიან, აგრეთვე კითხვები უნდა ქონდეთ, ხო, შედგენილი კონკრეტული მიზნით მიდიან და ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს თითოეული შეკითხვა, რომელსაც დასვამს მოსწავლე. აქედან გამომდინარე კითხვების მომზადება ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. შემდეგ დამუშავება ამ შეკითხვების, აი სწორად გავალ თუ არა მე ჩემს მიზანზე და მივიღებ თუ არა შესაბამის პასუხს, ადრესატი სწორად აღიქვამს თუ არა, ან ფორმულირება სწორია თუ არა შეკითხვის. წინადადება უნდა გამოხატავდეს დასრულებულ აზრს. ნამდვილად დასრულებულ აზრს და სწორად უნდა, აი ის ინფორმით უნდა დაისვა შეკითხვა, რომ ნებისმიერი ადრესატი მიხვდეს შენ რისი გაგება გსურს, ხო? თქვენც თავად მიყვებით ბავშვებს ექსკურსიაზე, საინტერესოა. ექსკურსიაზე მივყვები, დიახ, აუცილებლად, ყოველთვის ერთად ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ყოველთვის ჩართული ვარ აი ამ სამუშაო პროცესში. როდესაც აი ამ ყველაფერს აკეთებენ, აუცილებლად გავდივართ კონსულტაციებს, რეკომენდაციებს ღებულობენ და ამით იმის თქმა მინდა, რომ მე არასოდეს ექსკურსიას არ გეგმავ სასწავლო წლის ბოლოს. ჩემი ექსკურსიები ყოველთვის ნაწილია სასწავლო პროცესის, იმიტომ რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმეა და მოსწავლეებიც ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავენ, სანამ დასრულებულ პროდუქტს მივიღებთ და არასოდეს არ ვეუბნები წინასწარ რა უნარები განუვითარდებათ, იმიტომ რომ ადამიანები ვერ იტანენ ჩარჩოებში მოქცევას, ხო? აი წინასწარ რო თან იმის ილუზია რო გექნება, რომ თითქოს გაკვეთილებს ასწენდა ექსკურსიაზე მიდიხარ არა და გაცილებით მეცაკეთებ. ხო, იცით რატო დავინტერესდი მეყვებით, მაგრამ შის შემთხვევაში ალბათ პაატა ეხა ხვალ რო წახვალ ხა კოორდინატორები იღებენ ამ პასუხისგებლობას და ეხა ისტორიის მასწავლებელი ექსკურსიაზე მე პირადად არ მინახავს ეხა რამოდენიმეჯერ ვიყავი და მხოლოდ კლასის დაბრიგებელი. კარგი, შეიძლება შემთხვევაში ავტობუსში დაბმულიყავდათ ბავშვები. აგრეთვე მასწავლებელი მიდგომა, რაც მე მახასიათებს სრულნდობას ვუცხადებ მოსწავლეებს მიუხედავად იმისა თუ რომელი კლასის მოსწავლეები არიან ისინი. მე-5-დან მე-12-ეს ჩათვლით, ეხლა წელს არ მყავს რა თქმა უნდა მე-5 და მე-6 კლასი, მაგრამ ყოლია იყო პერიოდები, როდესაც მე-5 კლასს ვასწავლედი, მე-6-ს და ეხლა მოვყვები ამ კლასებს ხო გაიზარდნენ რა თქმა უნდა, არასოდეს არ მიყვავს მშობლები. მივდივართ მე და ჩემი მოსწავლეები. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. უდიდესი პასუხისმგებლობა და ეს არის მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესი სრულნდობას ვუცხადებ და არ ყოფილა შემთხვევა რომ რომელიმე მათგანს ჩემი ნდობა არ გაემართლებინოს და აი ასეთი ექსკურსიების დროს აი იმ უნარებთან ერთად რაზედაც ვისაუბრე, უყალიბდებათ დამოუკიდებლობის უნარი, ერთმანეთზე ზრუნვის უნარი, იმიტომ რომ აი ამაზე კარგია რომ დაიწყეთ საუბარი, იმიტომ რომ ზოგადად სადღაც ერთად რომ მიდიხარ, ასე ვთქვათ, სახლს რო წდები ჩვეუგარემოს, რაც არ უნდა ასე ვთქვათ, წინააღმდეგობები ყოველთვის ყველგანა, როცა ერთად სადღაც მიდიხარ უკვე შორო გარემოში, აი სხვანაირად ყალიბდება ურთიერთობები ბავშვებსა და დიდებსაც შორის. კიდევ ხშირად უთქვამთ ხოლმე რომ ადამიანს უფრო კარგათო გამოიცნობა თუნდაც ექსკურსიაზე, თუნდაც სადმე დასასვენებლად რომ მიდიხარ. დაუცნაურია ამ დროს რა ხდება. ამ შემთხვევაში ეს მაგარი უნარია და უშო დამეგობრების უნარი, ანუ დაინახო უცხოში რაღაცა ახლო და მე დაუშო თავიდან შეიძლება ვერ გაიგო რაღაცა და მთელი წელი ერთად ისწავლო, 5 წელი ერთად ისწავლო, რაღაც ვერ გაიგო. უცებ აღმოჩნდა. კიდე ძალიან კარგი ამბავია და თუ ხდება ასეთი ფაქტები, როდესაც ბავშვობიდან ახლა ყველას რაღაცა დაგვიზიანებია, ხო? მინიმუმ ბებოს ვაზა გადმოაგდეთ კაკასთან ერთად და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც დაუშვათ იგივე სვეტი ცხოველის შემთხვევაში, ნებისმიერი პატარა ძეგლუკის შემთხვევაში ისტორიას ვეცნობი, ამაზე ვშრომობ, ვარკვევ ინტერვიუს ვაკეთებ, მოკლედ 1 კვირა, 2 კვირა რაღაცებს ვარკვევ და ჩართული ვარ ამაში და ხვდები ამის მნიშვნელობას. დაუშვათ ჩემი მასწავლებლისთვის და მშობელისთვის რატო ეს ძეგლი ძვირფასი და მე ხო ხელი არ მომიბრუნდება არასდროს, რომ იქიდან რაღაცა ამოჩიჩქნო, პაატას პლუს რაღაცა ზუდრის სიყვარულს ამოჩხაპნოს, კამი დავაზიანო.
გეთანხმებით და ყოველთვის ჯერ უამრავი სივრცეა, ხო? აი, როდესაც ექსკურსია იგეგმება, აი, როცა ჩაწყდები უკვე ტრანსპორტში, აქედან დაწყებული, გვიწევს სხვადასხვა სივრცესთან ურთიერთობა და ყველა სივრცეს აქვს თავისი განსხვავებული კომუნიკაციის წესი და ქცევის განსხვავებული წესი, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის წინასწარ გავდივართ კონსულტაციას კონკრეტულ სივრცეში როგორ უნდა მოვიქცეთ და ვსწავლობთ ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე ნდობის ფაქტორია, ჩვენ ვენდობით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, აი ავტობუსში ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ. ვიცით როგორ არ უნდა შევაწუხოთ ერთმანეთი. რა საკვები არ უნდა მივირთვათ, რომ დაუშვათ ეს ჩვენი დიდი გეგმა არ ჩაეშალოს იმის გამო, რომ ცუდი საკვები მივიღეთ, ხო? როდესაც გადავდივართ უკვე ავტობუსიდან და კონკრეტულ სივრცეში შევდივართ, რომელსაც აქვს კულტურული მნიშვნელობა, ღირებულება აქვს განსაკუთრებული, იქ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა დავიცვათ ეს ფასეულობა, როგორ უნდა დავიცვათ ეს ღირებულება და თუ დავინახავთ რაიმე, აი მსგავსი ვანდალიზმი ჩვეულებრივი ხო, როდესაც სვეტიცხოვლის კედელზე ამოკაწრავს შენი სახელის ინიციალს. ჩვენ გორგილაძის ქუჩაზე აგერ ასფალტზე რო ამოკაწროს ის ვანდალიზმია. და ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ ამ შემთხვევაში ზრდილობიანად უნდა მივიდეთ და უნდა აუხსნათ, რატომ არის ეს ვანდალიზმი. უხეშად კი უნდა უთხრათ, რომ შენ რა გააკეთე ახლა და რა დააშავე. არა, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ადამიანს უნდა აუხსნა. იმიტომ რომ იცოდეს დარწმუნებული ვარ არ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, ახლა ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის, თავისუფალი თაობა მოდის და ეს თავისუფლება არ უნდა აგვერიოს აი იმ კულტურაში, იმ ჩარჩოებში, რასაც ხშირ შემთხვევაში არასწორად ეძახიან თავისუფლების არსი. ზუსტად ეგაა, რომ აი შენი თავისუფლება, სხვისი უფლება არ უნდა შეზღუდო, არაფერი არ უნდა დააზიანო. ეს ზუსტად მაშინ ხარ შენ თავისუფალი, როდესაც შენ სირგლივ ყოფებს აძლევ თავისუფლების უფლებას, ხო? მასე თუ რაღაც საფუძვლებზე ვაპარაკავ, თავისუფლებასთან ერთად მოდის პასუხისმგებლობა და ამიტომაც მიახლოებით ასე პლუს მინუს რაღაც წლები, 18 წლის ასაკამდე ადამიანი საკუთარ თავზე პასუხს არ აგებს პირდაპირ, აგებს ზრდასრული, იმიტომ რომ ზრდასრულს როცა გამოცდილება აქვს მიღებული რაღაცები გამოუვლია, ელემენტარული რაღაც ნებისმიერი, მას შეუძლია პასუხი აგოს საკუთარ საქციელზე და რაც უფრო შორს ვრცელდება შენი პასუხისმგებლობა, იქვე ვრცელდება შენი თავისუფლება. სადაც თავისუფლება გაქვს ბჭყალებში და არ გაქვს პასუხისმგებლობა, ის თავისუფლება არ არის. მიუხედავად იმისა, ყველაფერი ახლა მართლა არ არის ესე მარტივი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ უარყოფით მხარეებზეც და ყველაზე მნიშვნელოვანია ეს არის და ძალიან საპასუხისმგებლო მასწავლებლის მხრიდან, როდესაც მოსწავლე არ არის რაღაცა დოზით ინფორმირებული. ან არის ხოლმე ესეთი მაგალითებიც, თუნდაც ოჯახშიც არ უზიარებს მშობლები, დრო არ აქვს და რაღაც აგრესიულია. თუნდაც შეიძლება დააზიანოს, მაგრამ ამ დროს ოჯახის და მასწავლებლის პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ უყვიროს, არ გაკიცხოს, არ გააკრიტიკოს და პირიქით აი ძალიან ესე ჰუმანურად მიუდგეს და აქ არის ყველაზე დიდი ენერგია და მოთმინება საჭირო მასწავლებლის მხრიდან. ამას თქვენ როგორ აკონტროლებთ და როგორ ეპყრობით ამ შემთხვევაში მოსწავლეებს? ეს მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ექსკურსიას არ გეკმავ დღეს და არ მივდივარ ხვალ. დაახლოებით აი მინიმუმ ერთ თვიანი სამუშაო პროცესი ყოველთვის გვაქვს ჩვენ სანამ კონკრეტულ ლოკაციამდე მივალთ. და მაინც თუ იქნება რაიმე ისეთი შემთხვევა ვერ ვიხსენებ უბრალოდ, ერთადერთი იყო აი მტირალას ეროვნულ პარკში, როდესაც წავედით, იქ იყო ზიპლაინი. და აი ყველას მოუნდა ამ ზიპლაინზე ასვლა და იყო ფასიანი სამწუხაროდ და არ იყო გათვალისწინებული სამწუხაროდ კი და აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან შვიდად შევთანხმდით რომ ან ყველანი წავიდოდით ზიპლაინით ან არც ერთი, იმიტომ რომ თუ გუნდია, ერთი გუნდია, უნდა იყოს ერთი გუნდი, ხო? თუ გვექნებოდა იმის შესაძლებლობა რომ ანუ ყველანი დამტკბარიყავით ამ სიამოვნებით, კი ბატონო, მაგრამ რადგან არ გქონდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვერ გავთვალეთ წინასწარ, უფრო სწორად დროის იმ მონაკოჩი წავედით, როდესაც არ არის ხოლმე ეს სერვისი. ანუ ყოველთვის ხო არ არის ამ სერვისით მომსახურება იქ, აქედან გამომდინარე. დიახ, არ გქონდა გათვლილი. ექსკურსიები ჩვენთან როგორ ტარდება? ანუ ახლა ტექნიკურ ხარისხს აღნიშნავთ და უშუალოდ თუ არის 2-3 დღიანი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ნუ პატარა ქვეყანა ვართ, თაგორიანი ქვეყანაა და რაღაც აპუნქტიდან ბეპუნქტთან და მისვლას ხანდახან ძალიან ბევრი საათი ჭირდება. მე პირადად, როდესაც ექსკურსიას გეგმავ, პირველ რიგში ვითვალისწინებ იმას, რომ თუ მაგალითად რომელიმე სხვა რეგიონში მიმყავს მოსწავლეები და ეს რეგიონი გულისხმობს 6-იან, 7 საათიან ტრანსპორტირებას, აუცილებლად ჩემთან ერთად მოდის. ესეთი აჭარის თავს-თვალთა და მედკთეურთა ფედერაცია გვაქვს აჭარაში, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი ჭამპურიძე და არაჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც ვენდობი აბსოლუტურად, თამსვლელია, რაც არ უნდა იყოს და ყოველთვის ესეთ შორ მანძილზე, როდესაც მივდივართ, გეგმავ
რომ ეს ექსკურსია იყოს მინიმუმ 3 დღიანი და როდესაც კახეთში ჩახვალ იქ ერთი ძეგლი არ უნდა ნახო, ხო? აი ამ ხელგზაზე იმიტომ არ უნდა ჩახვიდე, რომ კონკრეტულად ალავერდი მოვინახულოთ, ან ბოდბე ვნახოთ და დაუბრუნდეთ უკან. ხო, რა, ასამდე ერთი კვირაც კი არ გეყოფა. არ გეყოფა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, თუ გეგმა მაგალითად რომ აი წავიდე თბილისში, წავიდე სამცხე-ჯავახეთში, ყოველთვის არის 3, 4 ან მეტ დღიანი, აი ტაუკლარჯეთში ვიყავით მაგალითად და სრული 5 ღამე ვიყავით, ანკარაში ვიყავით, 6 ღამე ვიყავით, წარმოიდგინეთ მთელი კვირა, იმიტომ რომ აი როდესაც გიდა რომ მართლა შეიმეცნო და არ იყოს ეს მხოლოდ გართობა. ჩავირბინე არ უნდა იყოს. კი, ჩავირბინე, ფოტო გადავიღე და არაფორმალურ გარემოში გავიცანი ჩემი თანაკლასელი, მხოლოდ ეს შინაარსი არ უნდა ქონდეს. იმიტომ რომ აი მე თვითონ მართლაც ბრძანებდი, ხა დადიანების სასახლეში ვიყავი, იქ იმდენი რამეა სანახაობა და იმდენი აი ეს ხატები, ის ისტორია, მოკლედ ბოლოს დამიძახეს მე გამოდიო, იმიტომ რომ თითო ხატთან რომ მივედი და აი ეს ბიბლია ვნახე, დამწერლობა, ხელით, ანუ შოკში ვიყავი რა უყურებდი, ანუ ესეთი ემოცია მქონდა რომ იქ კიდე 30 და 40 ის იყო აქსესუარი რომ დამეთვალიერებინა ფიზიკურად დავფიქრდი რომ ერთი დღე მხოლოდ ამ ლოკაციაზე დამჭირდებოდა ალბათ ისტორიულად რომ გავცნობოდი სიღრმისეულად ამ ყველაფერს. დიახ. და როდესაც აჭარის რეგიონში ვგეგმათ მაგალითად და არის აჭარაც ძალიან მდიდარია, ხო? ბუნებრივი ძეგლებითაც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითაც, აქედან გამომდინარე მე ვაკეთებ ექსკურსიების ციკლს. დაახლოებით 10 დღეზე გადავანაწილებთ, თუმცა რომ მთელი აჭარის რეგიონი კარგად მოვიაროთ. აჭარაში ყოფნის ახლა მაგალითად, რომ აი კონკრეტული ლოკაცია მოვინახულოთ, დავუბრუნდეთ სახლში საღამოს, შვიდად გამოვიძინოთ, დავისვენოთ, მეორე დღეს წავიდეთ მოვინახულოთ სხვა ლოკაცია და აი მაგალითად მე 10 კლასი მყავდა წაყვანილი, ზუსტად 10 დღე დავდიოდით, სამაგიეროდ მთელი აჭარის რეგიონი შევისწავლეთ, მოვინახულეთ და სრულყოფილად. იცით ვერიკო რა მაინტერესებს, როდესაც ბავშვები ძეგლის ისტორიას ეცნობიან, ხო? აი ყველაზე მეტად რა იწვევს მათ ინტერესს, რა კითხვებს ვავენ? ეს არის ზედაპირული სიღრმისეული თუ აი რა არის მათი ინტერესი და აი მახსოვს ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როდესაც დეტალურად გაეცნენ ძეგლის ისტორიას და ჩავიდნენ აი ფურცელზე რომ კითხულობ და ვიზუალურადაც ხედავ რომ ბევრად უფრო დიდებულია ვიდრე შენ წიგნიდან ეს არ დაგავიწყდება არა? არასოდეს არ დაგავიწყდება და ეს სულ აქვთ აი მასწავლებელო რა ცოდნაც ფლობდნენ ჩვენი წინაპრები. დღეს 21 საუკუნეებში ტექნოლოგიების ერაში კიც ვერაგებენ იმ სიზუსტით, იმ სილამაზით, როდესაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და ეს ჩვენი უნიკალური ძეგლები აგებულია იმ პერიოდში, როდესაც რკინა-ბეტონი არ გამოიყენებოდა ხომ მშენებლობაში და გამოიყენებოდა რამდენი ქიმია არ არიცოდა. იმ სიზუსტით არის ეს უზარმაზარი ლოდები დამუშავებული ხელით, წარმოიდგინეთ, ხო? ყველაფრის გარეშე რომ ნემსის წვერსაც კი ვერ იპოვით ადგილს, რომ ნემსის წვერი ჩაატიოთ შიგნით, ანუ და აი ამაზე გიждდებიან და მასწავლებელო როდესაც ჩვენო ამ ყველაფერს ვეხებით, ანუ აღვიქვამთ და თითო ჩუქურთმას აქვს თავისი უნიკალური დატვირთვა. ანუ გიყვება შენი ქვეყნის ისტორიას და აი ის უზარმაზარი ტკივილი, სევდა, არ ვიცი, ძალიან ბევრი რამაა დატეული. აი მაგალითად სვეტის ხოველში ძალიან დეტალებში შევდივართ და ეს არასოდეს არ იშლება დამერწმუნეთ ახალგაზრდის მეხსიერებიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თვითონ არიან გიდები, ანუ თვითონ არიან ინფორმაციის მიმწოდებლები, თვითონ არიან პასუხისმგებელი იმაზე, რომ გუნდის დანარჩენი წევრი კონკრეტული ძეგლის შესახებ როგორ გაიგებს, აი რა დოზით გაიგებს ინფორმაციას და ჩაწუდება თუ არა აი მის სულს და გულს. აი ხა ხუთი დამწერლობით რომ ნახე ბიბლია, მეგონა რომ აი ხელით დამწერლობა არ იყო, იმდენად ზუსტად იყო დაცული ყველა სიმეტრია და ეხლა ვფიქრობდი რას, რომ ეხლა რა მიკვირს, რომ რაღაც ხდება და თანამედროვე ტექნოლოგიებია, როცა აი ამ საუკუნეების წინ ადამიანები თავისი ხელით ესე იცავდნენ ამ სიმეტრიას. ეს იყო რაღაცა ზღაპრული სანახაობა. ცხოვრება ვარჯიშობდნენ და ერთი შეიძლება უნდებოდი 3 წელი რომ დაგეხატა. და როგორი სიზუსტე იყო, იცი გეგონებოდა რომ ეს იყო კოპირება გადმოტანილი და გაკეთებული სპეციალურად კომპიუტერიდან და ხელით თუ იყო ამის შესაძლებლობა ოდესმე ადამიანს დაეწერა სიტყვაზე ვერც კი წარმოიდგენდი. და ნახეთ, აი ყოველთვის ესეთ დეტალებს ხო ძალიან დიდ დროს უთმობთ ასეთი დეტალების გააზრებას და ნახეთ, აი როგორი ნებისყოფაა საჭირო უბრალოდ ხელნაწერი წიგნი ესეთი სიზუსტით თუნდაც ერთი გვერდი რო შეადგინო. აი რამდენი ნებისყოფა უნდა გქონდეს და მით უმეტეს ყოველთვის ჩვენ ისეთ დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, რომ იმ პერიოდში საწერი მასალა ხირდა ძალიან ძვირი. ეხლა აი კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ მაგალითად და აი ეს საწერი მასალა რომ დაზიანებულიყო, ეს ძალიან დიდ ფინანსურად ხარჯს იწვევდა ძალიან დიდს, ხო? აი ხშირად მაგალითად ერთი ბიბლია, ანუ
ტექსტი რო შეედგინათ თავიდან ბოლომდე 250-260 ხფო იყო საჭირო. წარმოიდგინეთ, ხფოს ტყავისგან ხომ მზადდებოდა აი ყველაფერი საწერი მასალა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ აი ამ ყველა დეტალს ვაანალიზებთ და ყველა მნიშვნელოვან დეტალთან დაკავშირებით ცვამთ შეკითხვას, აი რატომ, როგორ და შემდეგ ყოველთვის აი უჩნდებათ ჩემს მოსწავლეებს ესეთი განცდა, რომ აი ჩვენ ვისი შთამომავლები ვართ და აქედან გამომდინარე დღეს რა დოზის პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. აი ჩემთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ისტორიის პედაგოგისთვის, აი ჩემი მოსწავლე დაფიქრდეს იმაზე, რომ აი მე რო იმის შთამომავალი ვარ და ჩემს ქვეყანას რო საქართველო ქვია, რომელსაც აქვს უმდიდრესი ისტორია, უმდიდრესი წარსული, ეს მე რა დოზით მაკისრებს პასუხისმგებლობას, როგორც 21 საუკუნის საქართველოს მოქალაქე. კი ბატონო, სხვათა შორის ახლა მახსენდება სკოლაში სწავლის დროს რაღაცა თავები გაყოფილი იყო ყოველთვის ისტორიაზე ვლაპარაკობ, აი ეგ სიტყვა ხუროთმოძღვრება ბუნებრივად პირველად მეხუთე კლასში ისტორიის წიგნში შეხვდა. იყო ნაწილი აქეთ, ასე ვთქვათ, აქეთ ისტორია, რომელიც იყო ძირითადად ომობანა, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში მოგწონდა და უფრო მეტი ადგილი ჰქონდა დათმობილი და მერე ცალკე იყო კულტურა ხუროთმოძღვრება, რომელიც ისე ცალკე იყო, ცალკე განცალკევები და იმდენ მომბეზრებელი იყო მეხუთე კლასელისთვის. ახლა ომობანას ფონზე რატო წაიკითხა რაღაცა ძეგლების ჩიჩქნას და რა ბექაოპიზარი ვერ ხვდები, ნუ ბავშვი ხარ. იქ აუ რაღაცა და აი ეს დღეს არ ვიცი მაგ შეკითხვის გემიდივარ. ამიტომ ამას ტოვებდით ხოლმე. ხშირად რაღაცნაირად ეს გამორჩენილი იყო და ამიტომ მე ფიქრდები, რაღაც წლების მერე ფიქრდები, რომ შენი ისტორია ხო მარტო ომი არა, კაცო. მიუხედავად იმისა, რომ წააგი მოიგე და რაღაცა. მე ხვდები, რომ აი ჩუქურთმაზე რო ლაპარაკობთ, ეხლა ვიაზრებთ ერთ რაღაცას, რომ ერთი ნებისმიერი ძეგლის ტაძარი იქნება თუ ნუ სამწუხაროდ ძალიან ცოტა გვაქვს სამოქალაქო შენობა. იმ სამოქალაქო ერთ შენობაში რამდენი პროფესიონალი ყავდა ქვეყანაში, რომ ნუ ასწრებენ ამდენი შენობას, ხო? მხატვარი ცალკე პროფესიონალი, მწერალი ცალკე, ხურო ცალკე, რაღაცა ფიზიკის, ქიმიის და გეომეტრიის ცოდნა ხო საერთოდ წარმოუდგენელი. ხო, ხარატი იქნებოდა თუ ვინც იქნებოდა, ნებისმიერი ადამიანი ვინც ემსახურებოდა ამას, ხო, შენობა ხო მარტო ინჟინერის არა, რომ აი ჩავიფიქრე და უცებ გაჩნდა, ხო? ამაში არის ძალიან ბევრი ადამიანის შრომა ჩადებული, ის ინჟინერი ცალკე ისა და ხვდები, რომ ამდენი პროფესიონალი ქვეყანაში რო ყავდა. ესე იგი, შენს ქვეყანაში ხალხს ეცალა, კი შეიძლება იმანაც იწოდა კაცო ხმალის ტარება, მაგრამ ამისთვისაც ეცალა, რომ ამაში დახელოვნებული იყო, იმიტომ რომ მაშინ ეს ძეგლი 1300 წელი ვერ შემორჩებოდა ფიზიკურად, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ხანში წაიქცეოდა, ნუ 100 წელიწადში. და თუ დღემდე დგას და ამაზე არავინ არ ევლება, ხვდები, რომ პროფესიონალები ყავდა. ძალიან მაგარი შეგრძნება, ანუ ეს არ არის მარტო ბრძანებით ხო არ გეთდება რაღაც თქვენც ამბობთ ახლა ხო, ყველაფერი დაკავშირებული ხარჯთან. ამის ფულიც უნდა გქონოდა და სპეციალისტიც უნდა გქონოდა, რომელიც იმ ჩუქურთმაში, რომელსაც თქვენ აღნიშნავთ, ყველას მნიშვნელობა აქვს, აი ამ მნიშვნელობას თვითონ ხო ატარებდა ეს უბრალოდ შეკრთით copy paste ხო არ აკეთებდა? და იდეის მოფიქრება უბრალოდ რომ აი მე რა შეიძლება ჩავდო ჩემი ქვეყნის ამ ჩუქურთმაში, რომ ისტორია შემოუნახო შთამომავლობას. წარმოიდგინეთ, რამდენი საუკუნით წინ აზროვნებდნენ, ხო? ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აი მაგალითად ცოტი ცხოველს, როდესაც ვნახულობთ, ამ პერიოდში ანუ საქართველო განიცდიდა ბიზანტიის გავლენას, კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით და დიახ, და ბიზანტიაში იყო როგორი რაღაც, იცით, აი ყველაფერი უნდა ყოფილიყო სიმეტრიული აბსოლუტურად და ყველაფერი უნდა ყოფილიყო სტანდარტულად ერთნაირი, მაგალითად, თუ ქონდა ტაძარს 200 სარკმელი, 200-ივე უნდა ყოფილიყო ერთნაირი. და ის სვეტი ცხოველს რომ ნახულობთ, ყველა ფასადი განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზანტია აკონტროლებდა ამ ყველაფერს. ანუ ამაში ნახეთ რა იდეა ჩადეს ქართველებმა, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ჩვენი თვითმყოფადობა გაგვაჩნია, ჩვენი კულტურა გაგვაჩნია და ჩვენ ამ განსხვავებულ კუთხეებს იმიტომ ვქვნით, რომ ეს ჩვენი იდეაა, ჩვენ გვეკუთვნის და ბიზანტია და ნებისმიერი იმპერია ვერ გვიკარნახებს ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, დასასრულს ბარებ იმას რომ ძალიან გძელი შეკითხვა გამომივიდა უბრალოდ. ანუ დღეს ისტორია თუ ისწავლება, ეს რაღაცა შერწყმულად, რომ განცალკევებული არაა, რომ ბავშვმა თავიდან მიაღწიოს. სიმართლე გითხრათ, დღესაც ესეა, ცალკეა ეს წმინდა ისტორიული მონაკვეთი, იმიტომ რომ საქართველოს თავიდან ბოლომდე ომების ისტორიაა და მართლა თვალი რო გადავალოთ, ანუ იქვე რო ეწეროს გაცლით დადვილი. და ცალკე ყოველთვის გამოყოფილი საუკუნეების მიხედვით, მაგალითად რომ მოვჩებით ერთ საუკუნის შესწავლას, აი ამ საუკუნეში კულტურულ-ეკონომიკური ცხოვრება და მიმდინარეობა როგორ იყო საქართველოში, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ დავაკავშირო და მოსწავლეს აღუთრა ინტერესი შემდეგნაირად. აი წარმოიდგინეთ, რომ დაფიქრდეთ. საქართველოს იყო ომების ისტორია. დღე არ იყო, როდესაც გლეხი, ერი, ბერი ხმით ხელში არ ყოფილიყო და ამ პერიოდში რომ მოახერხება
აი ბრძოლასთან ერთად ააგო სვეტიცხოველი, ააგო ბაგრატი, ააგო ბედია, ააგო ოშკი, ხახული, პარხალი, იშხანი. უბრალოდ რაერი უნდა იყო, აი რა სახელმწიფო უნდა გქონდეს, როდესაც ყველა მხრიდან მტერია შემოსული და შიგნითაც მტერი ყავს, ანუ ქვეყნის შიგნითაც მტერი ყავს და ამ ყველაფრის ფონზე შენ ქმნი ისეთ ისტორიას, რომელიც იცი რომ გაუძლებს საუკუნეებს და 12 საუკუნის შემდეგ მოუყვება შენს შთამომავლობას, რას წარმოადგენდი. ხელნაწერები ხო დაიკარგა და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ისტორიას ვიგებთ ჩვენ მეზობელი სახელმწიფოების ისტორიას. ბრიტანეთში ინახება ბევრი უფრო მეტი ინფორმაცია, ვიდრე ჩვენთან და სტამბოლში ინახება უფრო მეტი ინფორმაცია. წარმოიდგინეთ არქიტექტურაზე რო არ ეფიქრათ. და წარმოიდგინეთ ეს კულტურული მემკვიდრეობა რო არ დაეტოვებინათ ჩვენს წინაპრებს. მხოლოდ ომზე რო გაეკეთებინათ კონცენტრაცია და რო ეფიქრათ ხელი ჩაექნიათ ომია ინგრევა ყველაფერი. დღეს რასაც ვაკეთებთ მაგალითად. არ გვეცოდინებოდა ვინ ვართ და როგორ საერთოდ არაფერი არ გვეცოდინებოდა. მოდი ისიც ვთქვათ რომ სხვა ენაზე ვილაპარაკებდით საერთოდ. კი ბატონო. აი წარმოიდგინეთ როგორ აზროვნებდნენ, აი როგორი ეროვნული იყო მათი ცნობიერება და როგორ აზროვნებდნენ და აი რა შიდებდნენ იმ ისტორიას, რასაც ვერ წაშლიდა მტერი. ხო, ეცადნენ რომ ყველაფერი წაეშალათ, მაგრამ ზუსტად აი ამ არქიტექტურამ, თუნდაც აი იმ თაღოვანმა ხიდებმა, რომლებიც აჭარაში ძალიან მრავლად გვაქვს, ხო? შემოინახა რა, ცოდნა იმის შესახებ, რომ ჩვენ უნიკალურიერი ვართ. და გვყავდა უნიკალური წინაპრები, რომლებიც იმ კონკრეტულ დღეზე კი არ ფიქრობდნენ. მომავალზეც ფიქრობდნენ. ფიქრობდნენ გაცილებით, აი წინ რამდენიმე საუკუნის შემდეგ რა მოხდებოდა და როგორ მოეტანათ ისტორია ჩვენ. ზოგადი შეფასება მაინტერესებს თქვენი ისტორიისადმი. როგორი არის დაინტერესება? ოღონდ მინდა რომ ზოგადად მითხრათ და არა თქვენი მოსწავლეების გათვალისწინებით, იმიტომ რომ ახლა მე გისმენთ და შეუძლებელია თქვენი მოსწავლე არ იყოს დაინტერესებული ისტორიით. დღეს როგორ სწავლობენ ისტორიას? სამწუხაროდ ზოგადად მხოლოდ ისტორიას არა, ზოგადად განათლების მიმართ ვიცით, რომ ჩვენი ახალგაზრდების დამოკიდებულება არ არის მთლად მაინდა-მაინც სახარბიელო, იმიტომ რომ აი ნებისყოფას რატო გავუსვი ხაზი და ყოველთვის რატო ვახსენებ ჩემს მოსწავლეებს, რომ ნებისყოფა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი და ყველაფერს სჭირდება ძალიან ბევრი შრომა. აი ნებისმიერი მიმართულებით თუ გინდა რომ იყო პროფესიონალი, ხო? აი თუნდაც სპორტსმენი, სჭირდება ძალიან ბევრი შრომა და სულ ვუხსნი რომ აბა დაფიქრეთ, რატო აუცილებელი ჰარვარდის, კემბრიჯის, ოქსფორდის სტუდენტები სწავლობდნენ 24 საათიდან 16 საათის განმავლობაში. აი რატო აუცილებელი და როგორ ფიქრობთ, ჩვენ ყოფნეს 2 საათიანი სწავლა? ან 3 საათის სწავლა უნივერსიტეტის სტუდენტს ყოფნის დღის განმავლობაში? აი აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეგ არის პასუხი თქვენს კითხვაზე, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ განათლების მნიშვნელობას. მიუხედავად იმისა, რომ სწავლების მეთოდიკა შეიცვალა და თითქოს გამარტივდა, თითქოს გაფერად და ყველაფერი. ჩვენს დროს ახლა პაატამ რო აღნიშნა ის წიგნები სუშავ თეთრი იყო, მართლა ეს მარტო ხმლები და ბრძოლა იყო და ახლა ყველანაირი პირობა აქვს. ბატონო, აი მე უფრო მარტივად ვეგონა პასუხი, რატომ სწავლობენ 24 საათიდან 16 საათი ჰარვარდში, იმიტომ რომ დანარჩენი 8 საათი ძინავთ და თორემ იქაც სწავლობ. აი რადგან ახლა ვერიკომ კარგად ახსნა ძალიან ახლანდელი ექსკურსიების დანიშნულება. ჩემ დროს ეს იყო გართობა ჭამასმა. აი არ ვიცი, ხშირად ცოტა ისე გამომდის, მაგრამ ნუ მოკლედ ასე იყო და აი ის დანიშნულება რაც ახლა შეიძინა ამ ექსკურსიებმა, რომ ეს არის სრულად დატვირთული შემეცნებითად, ეს ჩვენ დროს არ იყო ასე და ნუ და თან ძალიან სხვა ბევრ მნიშვნელოვან ადამიანურ უნარს იძენ, რომელიც შეიძლება შენ ისტორიკოსი არ გამოხვიდეს, შეიძლება ინფორმაცია დაგავიწყდეს, მაგრამ დაგრჩება თანადგომის უნარი, ინფორმაციის მოძიების უნარი. ხო, ხო, ეს მეტყველების აი სწორად უყალიბდებათ მეტყველებს. ძალიან დიდი მადლობა მისთვის, რომ ჩვენ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით მოკლედ. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ჩვენც დავგეგმოთ თან გული რომ არ დაგწყდეს რომ ჩვენ დროს ასეთი ექსკურსიები არ იყოს სად ვიმოგზაუროთ და არ ყოფილა შენ წარმოიდგინე სკოლის ექსკურსიაზე არ ვცან ყოფილვარ არც შენი პროფესიული მიმართულებით მუსიკის მხრივ არ გიმოგზაურია მე უნდა მემოგზაურო და საბჭოში დამეგრა რატო აი ეს უკვე იდეა მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ჩემი იდეა შეიძლება ძეგლები დაზიანდება მგერას ძალიან ცუდი ისაა თუ ხმამ ახლა დაუკრავებით უმეტეს მოკლედ მგერას ახან შევეხეთ ბარების ისიც თქვათ რომ უბრალოდ კითხვა მაქვს ასეთი თქვენი ასე ვთქვათ
ცდილობების ცხოვრებაში ყველა რაღაცას ვცდილობთ, თუ მიგიღიათ მონაწილეობა რომელიმე მუსიკალურ კონკურსში. ой, არა, რას ამბობ. ვაიმე, მე პირველი არც მიმიღებდნენ ალბათ. იმიტომ რომ არანაირი სმენის, რა ვიცი, 0.00% არ მაქვს. არა, რიტმის შეგრძნება მაქვს, იმიტომ რომ ცეკვავდი, მაგრამ მეთოლეების კონკურსზე გასვლით. თუმცა ცეკვავდი შენ მთელი ცხოვრება და შენ ცეკვავდი. რიტმის შეგრძნება, რიტმი კიდევ ხმა სხვა, სმენა სხვა. ხმა გაიგონოს. ოღონდ სახში მარტო ვარ პატარა რას მომხერი უნდა ნახო ჭკუაზე არა მეზობლებს. აქედა დედა ჩემი შვილო, სპილომ და გაბიჯოხურზე. მართლა. საერთოდ სმენას განვითარება შეიძლება თუ ანუ ეს ფიზიოლოგიური ამბავია, სმენა ან გაქვს, მუსიკალური სმენა ან გაქვს ან არა და თუ გაქვს ის ჩანასახონი შეიძლება განავითაროთ დიდი შრომით. სხვათა შორის გადავლახე კომპლექსი და ბოლო სპექტაკლში მელაკუდას რომ თამაშობ წითელ კუდაში მღერი და დარბაზში ყველა ადამიანი ხო დარჩა. კი, დარჩა და ესე იგი კარგია. მოკლედ ჩვენი მომდევნო სტუმარი არის ერთ-ერთი პროექტი საქართველოს ხმა უბრალოდ რაღაც მალო. უბრალოდ არხს არ დავასახელებ, იმიტომ არ მოსულა თანამედროვე იმაში რა ქვია კონკურენტულ ამბებში და მონაწილეა ამ მნიშვნელოვანი ამბავის და არ ვიცი, პრინციპში ბოლო პერიოდში არა მარტო საქართველოს მთელ სოფლიოში თუ დააკვირდებით 20-30 წლის განმავლობაში ძირითადად ყველა ვარსკვლავი, სუპერვარსკვლავი და ასე შემდეგ ძირითადად პროექტებიდან მოდის. ანუ ანდრე თუ იყო რომ რაღაცა სტუდია თუ აღმოგაჩენდა სადღაც შენ ქუჩაში მღეროდი რაღაცა, დღეს გაქვს საშუალება რომ თუ შენ გინდა სცადო ბედი, სადღაც პროექტში ვიხდე, მიუხედავად იმისა რა მუსიკალური გებოვნება გაქვს, სურვილი გამოხატო რაღაც კონკრეტული სიმღერა შენ თვითონ დაწერო ან გაარჩიო, გაჩნდა პროექტი რას თხოვს, მიხვიდე წარმოაჩინო საკუთარი თავი, შეგაფასებენ ყველა დაუშვათ გადაცემას და ყველა პროექტს თავისი წესები აქვს და ის იგივე სამსახიობო ოსტატობა ხო ეს სუპერვარსკვლავის ქცევა სულ სხვაა მაინც შეიძლება ხმა არ გივარგოდეს მაგრამ შინაგანი და სუპერვარსკვლავი იყო რომ ხედავთ ამას და ესეც უდიდესი უნარია და მოკლედ ხო ნუ ძალიან მაგარია აღნიშნული მუსიკალური პროექტები იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მუსიკოსი და მომღერალი აღმოაჩინა უბრალოდ ამ პროექტებმა და ხა რა გასაკვირვია თუ პროექტების 80%-ს ბათუმელი მუსიკოსები შეადგენენ იმიტომ რომ ჩვენს ქალაქში რა ვიცი აი მაგრამ არის ზღვა ხმაზე მოქმედებს და რა ყელშივლები გაწვავს ბევრი გამარჯვებული ყავს თან რაც აღსანიშნავია და ხშირად ამბობენ რომ აი ზღვის ქალაქში რო ცხოვრობსო ადამიანი მაინც სხვანაირად ემღერებაო და მოკლედ ზღვა და დღეს უკვე ბეტონით შეგიძლია და ზღვა და ბეტონი სულ სხვანაირად ავითარებს ვისიოგებს არის მართლა კიმეული სიმართლე კი ბატონო ვაჟა აბესაძეა ჩვენი სტუმარი მოგესალმებით ვაჟა მოდის მე მგონი პირდაპირ გამოცდიდან პირდაპირ გამოცდიდან მოვედი თუმცა საქართველოს ხმის კონკურსში მონაწილეობა მიიღო გადალახა ბევრი ეტაპი იქ და ალბათ ძალიან დაძაბული სიტუაციაც იყო არის მოდი თვითონ მოგვიგას ანუ ყველაზე რთული რა პროექტში მისვლამდე და მისვლის დროსაც ზოგადად ყველაზე ჩემთვის ყველაზე რთული იყო აი პირველი გამოსვლა რადგან პროექტში პირველად მივიღე მონაწილეობა ძალიან მინდოდა ყოველთვის პროექტებში მონაწილეობის მიღება და ის აი ყველაზე რთული და გადასალახი იყო აი პირველი გამოსვლა პირველი შტაბეშტილება ხო ხალხზე და მე მგონი მოვახდინე პირველი შტაბეშტილება გავიარე 4 ეტაპი სამწუხაროდ მე-5 ეტაპზე დუეტების ტურში ვეღარ გადავედი მაგრამ ჩემთან ერთად აჭარას კიდე წარადგენს აჩი ჯაიანი სულხან ჯაიანის ბიჭი ისე გეცოდინებათ კი ბატონო და კარგად ასპარეზობს აჩი ამ ეტაპზე პირველი ლაივი იყო წინა კვირას და ძალიან ცოტა დააკვდა რომ საუკეთესო პროცენტები მოეპოვებინა გადაცემაში. ყველაზე რთული რა არის მართლა? შერჩევის დროსაც და ბარემ გავაერთიანებას და მე მონაწილეობის პროცესშიც ყველაზე რთული რა. მესმის ახლა შეიძლება რაღაც ხელშეკრულებები არის ის გამოც რაღაცას ვერ ამბობ, მაგრამ ჩვენ ახლა ის კი არ გვაინტერესებს იქ ვიღაცამ რაღაც გვაინ მართლა რა რთული აი შენთვის რა იყო რთული მაგალითად აი როგორც ადამიანი ბედავრო ვიღაცების ასე ვთქვათ შესაძაფებლად წარადგინო საკუთარი თავი. მე კიდე ამას დარბაზი ემატება თუ მოხდი. თავარი ჟიური. აი თავარი ჟიური. ხო. როგორც თქვი, პირველი შტაბეშტილების მოხდენა თავარ ჟიურზე. ეს იყო ყველაზე რთული. შემდეგ ეტაპებზე უკვე რადგან უკვე ჟიური მიცნობდა, მაგრამ მაინც რთული იყო ალბათ ხალხთან კომუნიკაცია, იქ სხდომ ხალხთან კომუნიკაცია, იმიტომ რომ მხოლოდ ჟიურისთვის არ მღერი პროექტში, ხალხისთვის ხერი და ყველაზე რთული ხო ახლა გამახსენდა, მაინც აჭარას წარმოადგენდი და ყველაზე რთული ეს იყო მაინც.
რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის აჭარის წარდგენა. აი სიმღერის დრო ძალიან გრძნობ, რომ გადიხარ და ახლა ფიქრობ, რომ აი მე აქედან წავედი და უნდა ვასახე, ჩემი თავით უნდა ვასახელო და იქავრობაც. ყველაზე რთული ეგაა? ხო, აი ჩემთვის ყველაზე რთული ეგ იყო. აი ეგ პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის. ბავშვობიდან მღერი ხო? აი ხა აქამდე მისვლასაც თავისი გზა აქვს და აი ეს ჟიური პაატამ რო აღნიშნა, ჯერ დახურულ სივრცეში ხდება, გაფასებენ და მე ადიხარ იმხელა ასპარეზზე. აქამდე როგორ მიხვედი? დიდი ხანია მინდოდაო, მაგრამ ვერ გადავდგე ეს ნაბიჯიო და რამ განაპირობა რომ გადადგე? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. 11 წლის ასაკიდან მღერი, საკმაოდ მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დეიდასთან დედაჩემთან ერთად ხშირად მღეროდი, შემდეგ უკვე სტუდია ლალეში მივედი. 11 წელი იქ ვარ და დღეს უკვე პედაგოგიც ვარ ჩემ სტუდიაში. ყველაზე იმ კითხვას რო დაუბრუნდეთ, რა კითხვას მითხარით? ანუ პირველად რო გადადგეს ნაბიჯი, რამ განაპირობა, იმიტომ რომ დიდი ხანია მინდოდა. ხო, დიდი ხანია მინდოდა, ხო, დამავიწყდა, დიდი ხანია მინდოდა პროექტში მონაწილეობის მიღება. იყო ძალიან ბევრი პროექტი, მაგრამ მინდოდა აი ისეთი პროექტი, სადაც პრიორიტეტული იყო ქართული სიმღერა. იმიტომ რომ ბავშვობიდან დღემდე, რა თქმა უნდა, ინგლისურ სიმღერებსაც ვღერი, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტული ქართული სიმღერაა და იყო ესეთი პროექტი ადრე, მხოლოდ ქართული და საქართველოს ხმა იყო ესეთი პროექტი და უბრალოდ მაშინ ასაკმა არ შემიწყო ხელი. ახლა კი ასე იგი მიწყობდა ხელს და სანამ შორეულ ოცნობაში წავიდოდი, როგორც მოგეხსენებათ, მე ზღვაური ვარ. ხო, აი ეს უნდა მეკითხა, იმიტომ რომ პროექტში რა ფორმითაც წარსდე, ვიფიქრე ალბათ ეს იყო ჩემი ნიშა. ბათუმი და სიმბოლურია თქო, მაგრამ ეს უკვე ეს მეორე პროფესიაა, ესე იგი. კი, ჩემი მეორე პროფესია, სექტემბერში ჩემთვის პირველი წასვლა იქნება და სანამ წავიდოდი, აი მინდოდა აი ამ გამოცდილების მიღება და აი შეგრძნება თუ რა ხდება პროექტში და პროექტში ყველაზე საინტერესო არის ჩემთვის მაინც უფრო შიდა სამზარეულო. ის რეპეტიციები, აი ხალხის გაცნობა და აი ეს პროცესი უფრო ხო. აი ეს კონკურენტი რამდენი იყო, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან 3000 ანკეტა იყო თავიდან. ვაუ, 3000 ანკეტიდან 100 კაცი გადავედით. 100 კაცი შემდეგ 42, 42-დან 14-იც გადავედით. და 14-დან უკვე დუეტების ტურში სამწუხაროდ მე გამოვეთიშე და თქვენი გადაცემა მინდა გამოვიყენო ჩემი მეგობარი არის ახლა იქ და ახლაც შეუძლია ბათუმელ ხალხს რომ დაუდგეს გვერდით ნომერს ვიტყვი 093330315. ანუ 14 კონკურენტია დარჩენილი ჩვენი ბათუმელი ბიჭი. დიახ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ფინალამდე მივიდეთ და მინდა რომ ბათუმელ ხალხს ხო რომ არ მოვდუნდეთ. იმიტომ რომ ბათუმის ზალა ყოველთვის როგორც მოგეხსენებათ პროექტებში ჩაჭერა მნიშვნელოვანია მისთვის. კი ბატონო. არაერთხელ თქვი რომ სამწუხაროდ გამოვარდი, სამწუხაროდ დავტოვე პროექტი. ალბათ, როდესაც მსგავს პროექტებში მონაწილეობას იღებ, ორივე მხარეს ითვალისწინებ, ხო? ან წახვალ წინ, ან მოგიწევს ისევ ერთი ნაბიჯით უკან წამოსვლა. აი ეს გამოცდილება შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რა აი ცხოვრების მანძილზე, აი სამომავლოდ რას ძალიან მნიშვნელოვანი იყო. როგორ ფიქრობ? ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა უფრო მოტივირებული ვარ. არაფერი არ დასრულებულა, პირიქით ვამბობ, რომ დაიწყო ყველაფერი, აქედან დაიწყო და მომავალში ვიმედოვნებ, რომ უფრო განავითევრო ეს ჩემი მუსიკალური კარიერა. არ ვიცი როგორ უნდა შევაწყო ახლა მეზღვაურობასთან. ხო, აი ეს არის ყველაზე რთული კითხვა, რასაც ხშირად მისვამენ, აი ეს მეზღვაური და მომღერალი როგორ ოკეანეში. ხო, ოკეანეში რა. ტალღასა. როდესაც ჩამოვალ ვიმღერებ, წავალ, იქაც წავიღებ გიტარას. ვაჟიკო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ მეგობრები ხართ კონკურსში. და ორი მეგობარი იღებს მონაწილეობას და ეხლა როგორ გულშემატკივრობ. აი, აქაც კი ცოტათი რთული მომენტია, იმიტომ რომ მეგობრობა, საქმეა და რა კარგია რომ ამ ყველაფერს ინარჩუნებთ და როგორც ვიცი, მე მგონი ერთად მოდიხართ, ხო? მუსიკალურ კარიერაშიც კი. შეიძლება აქ არ უნდა ვთქვა, მაგრამ ერთი კარგი საინტერესო რაღაც მოხდა. მე ვიყავი მესამე ნომერი დუეტების კონკურსში და აში იყო მეხუთე. როდესაც აში ვნახა რომ გამოვარდი, წნევა ქონდა, ძალიან მაღალი, ძალიან ცუდად იყო და აი წყავს ვასხამ რომ აი აში არა უშავს, ეხა შენ უნდა იმღერო და აი ამის ვიდეოც ქონდა ჩვენ. ისე ნერვიულობდა, მაგრამ შეძლო და გადავიდა და
ერთად როდესაც მივდიოდი, სიმართლე რომ გითხრათ, აჩის გარეშე თბილისში ალბათ ვერ შევეგუებოდი ამ სიტუაციას, იმიტომ რომ აჩიმ ძალიან შემიწყო ხელი. ერთმანეთის თანადგომით. კი. ეს ძალიან დასაფასებელია დღევანდელ პერიოდში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ესე მეგობრულად კი არა, რაღაცა შურით, მოგმით, სამწუხაროდ უყურებენ კოლეგები ერთმანეთს და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქაც ის არის ხაზგასასმელი, რომ ქართული მუსიკის კონკურსზე მინდოდაო გავსულიყავიო და კიდე სხვა მიმართულებით ხართ, აი სხვა ჟანრით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ორივე ამ საქმეს ემსახურებით და ალბათ აი ეს გარემოც, ის პედაგოგებიც ამას ნერგავდნენ თქვენში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორც მეზღვაური რომელი პროფესიის კონკრეტულად? ნავიგაცია. ალბათ ხო, მომავალში წარმომიდგენია, რომ კაპიტანი როდესაც ვიქნები, გიტარას ხშირად წავიღებ, მომღერალი კაპიტანი რა, ესე ვთქვათ. და მეზღვაურის მემუარებში რო წერია, ყოველდღიურად თოლიებისა და ვაჟას ხმა ვაღიძებდა. ძალიან საინტერესოა. თან ზღვა და სიმღერა ერთმანეთთან. ოჯახში მარტო თქვენ მღერით? დედაჩემი, უფრო დედის მხარე. დედაჩემი, დეი და ბიძია, რა ვიცი, ყველა თითქმის. მუსიკალურ ოჯახში ხარ გაზრდილი. კი. აჩისაც გენეტიკურად მოსდევს ეს ნიჭი, ხო? სულხანის შვილი არის. რა ვიცი, მე მთელი გულით და სულით მინდა გისურვოთ მშვიდობიანი ნაოსნობა და გემღერებოდეთ სულ როცა ამღერდებით. კი ბატონო, ვუერთდები, თან ორი ისეთი ერთმანეთისგან საკმაოდ შეუსყოფი პროფესიის გაერთიანება მოახერხეთ და მოახერხეთ მომავალში და მე პრინციპში კარგია როცა და ცხოვრობ ისეთ გარემოში, სადაც დაუშვათ პერსპექტივაში გექნება არჩევანის საშუალება და ბოლოს რომელიც არა უნდა ირჩიო, იქ ბედნიერი რო იყო. ამას გისურვებ. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა და ჩვენ რამდენიმე წამში დავბრუნდებით ის. ისე და ისე. ერთხელ პაატამაც რო წაგვიმღეროს არ შეიძლება? კი, ერთხელ რო პაატამ გააკეთოს. პაატა წაიმღერებს ეხა, ისევ და ისევ მე მიწევს დღეს აჯამსანდალის რუბრიკის წარდგენა და სულ აღნიშნავ ხოლმე, რომ აი, როდესაც მიზის აქ გურმანი გემრიელ კერძებს აკეთებს ხოლმე, მე რატო უნდა წარმოვიდგინე, იმიტომ რომ პაატა ისე იყურება ხოლმე. მე ვიყურები რუბრიკის პერიოდში, რომ აი, ეხა თან წაიმღერებს, თან გემრიელი ჭამასმა რო გასწავლოთ მაგიტო. გემრიელი ჭამასმა რო გასწავლოს და არა გაქცევა გამოქცევის. მოკლედ, ჩემი პოზიციონირება ისე ხდება, მალე რაღაც შეფუძარეული გავხდები რომელიღაც რესტორანში. და უდიდესი წილი იქნება ჩვენი იცოდი გახსოვდეს. ხო და მაგას გულისხმობ ზუსტად. დღეს ძალიან საინტერესო კერძი უნდა წარადგინოს. აჰა, გადმოგაბარე. ოჩახ გააგზავნე. შევიტენე. ნონამ თავის რუბრიკაში ეს არის ბაჟეს წინაპარი, მე ასე დავარქვი. სხვადასხვა ვარკვევდი და ჯერჯერობით ასეთი ისტორიის მასწავლებელი ყავდა და ნეტა მეკითხა. ბაჟეს წინაპარი თუ იყო? ანუ ის ხუმრობით ვამბობ, ანუ ჩვენთვის ახლა თვითონ ნიგოზი ცნობილია. გაცილებით ადრეც პრინციპში, ხო? მაგრამ რაღაცნაირად მგონია, რომ თვითონ ხუმუსიც როგორც ძველი კერძი, რაზეც აპირებს ლაპარაკს ნონა, რაღაცნაირად არაბები რო თბილისში იყვნენ, ჩემი აზრით მგონია, რომ აი მაგ პერიოდში აირი ერთმანეთში და რომელის წინაპარია ჩვენთან კონკრეტულად მაინტერესებს. რა თქმა უნდა, გამიხარდება ბაჟე თუ დაუშვათ ფარნავაზი ბაჟეს ჭამდა. ხო და მოკლედ ამ სასწაულო ერთის მხრივ ძალიან მარტივ და ნოყიერ ცილებით სავსე კერძზე იქნება საუბარი. დეტალებს ახლა მე ჩვენ თუ ვილაპარაკებთ რა აზრი აქვს რუბრიკის პრობას. ამიტომ უბრალოდ მოდით ცოტა ეკრანს ვუყუროთ, ნერწყვევი გადავყლაპოთ და ვნახოთ როგორ კეთდება ეს სასწაული. აბა ვნახოთ. Ja, მოიცეცები. მოგესალმები, ჩემი ძვირფასებო. მე ვარ შლომო ელარარ, 37 წლის ვარ, ცხოვრობ ბათუმში უკვე 8 წელი. ებრაელი ვარ, არა ქართველი ებრაელი. რომელიც ჩემი ხوارდა საქართველოს მე მაქვს რესტორანი ებრაული საჭმელი უკვე 8 წელი ჩემი პროფესია არის მენეჯერ მარკეტინგ და teacher რომ არის ბავშვები ასე special education და ეს არის ჩემი პროფესია და მე მომღერალი
ახლა მე მუშაობ აქ საქართველოში როგორც მომღერალი, იქნება ახალი სიმღერა მალე და დღეს ვაკეთებ ებრაული კერძი ხუმუსი, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ძალიან გემრიელი და ცოტა მწარე. ახლა მოდი გავაკეთეთ ერთად. პირველ რიგში ხელთათმანი მუხუდოს გარეშე ხუმუსი არ იქნება. ესე იგი გვაქვს აქ მუხუდო, ცხელი მუხუდო. აქ არის მე ფიქრობ 2 ჩიკა. ეს არის ტახინის соуსი. ტახინის соуსი არის სეზამი соуსი. რამდენი ტახინ? ეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ დედა ჩემი ყოველთვის ასე ნახეთვალები და ესე შენიცოდე რამდენი და მე ფიქრობ რომ ეს უნდა იყოს 2 კოვზი, 3 კოვზი მაქსიმუმ. ახლა უნდა ამოურიო ცოტა. ეს არის ლიმონი ფრეში. ცოტა, იმიტომ რომ თუ იქნება ძალიან მჟავე კატასტროფა იქნება და არ გვინდა რომ კატასტროფა იქნება. ესე იგი ნელ-ნელა გიდე ამოურიოთ და ასე ძალიან კარგი. ეხლა სუნილები. ჩვენი სუნილები არის მარილი და შავი ციცაკა. ეს ახლა მე იქნება გიდე. ყოველ ჩემი დღე არის ასე. ხანდახან მე რესტორანში ვარ, ვაკეთებ საჭმელი. ხანდახან თბილისში ვარ, მუშაობ ჩემი მუსიკა, ჩემი კარიერა. ხანდახან სტუდიაში, იმიტომ რომ ახლა მაქვს ახალი სიმღერა და მე ასე თბილისი ბათუმი. ეს არის ჩემი ცხოვრება და მე ფიქრობ რომ ასე 90% ადამიანი სამხაროში არის ასეთი. მუშაობს სახში. მაგრამ მიყვარს ბედნიერი ვარ, მიყვარს რა ვაკეთებ. ეს უნდა ძალიან კარგი ამოურიოთ, რომ ყველაფერი ერთად იქნება და ცხელი ცხალი. ბევრი არა. ცოტა. ახლა არის ჩემი ფავორიტი. პარტი. და ეს უნდა იყოს ასე ძალიან ლამაზი. ჯერ ხუმუსი. მერე ასე უნდა იყოს ლამაზი ფორმა შუაში, პაპრიკა, ახლა კუმინი. ზემოთ უნდა იყო მაგიდო. და ზეთი. ზეთუნი და ხუმუსი მზად არის. ახლა ეს ხუმუსი და ეს პიტა და ეს მცარე соуსი, რომელიც არის შიფკა соуსი, ეს უნდა ჩამე ერთად. კაი, ეხლა მოდი გასინჯე ერთად. პიტა ასე უნდა იყოს, არ უნდა დანა, არ უნდა არაფერი ხელით. და ეს ფორმა უნდა იყოს ასე. გაგიჟდები. შეკი გემრიერი. სასწაული გემრიელად გამოიყურებოდა კი ბატონო, მაგრამ ბაჟია, ხუმუსი. ბაჟია, ქონი. და რა იცი, რა მომეწონა განსაკუთრებით, ჩვენ ხა დღეს უკვე ყველა ბლენდერს იყენებს ბაჟესთვისაც ხშირად და ამიტომ ბაჟეს დაეკარგა ყველა, მაგრამ ძალიან გემრიელი. ტექსტურა დაეკარგა ბაჟეს. ანუ ფაფამდე მივიდა, მიხდი, ადრე იყო ეს ცოტა ახრატუნებდი ამ ნიგოს და სულ სხვანაირი ის იყო რაღაც და ახლა ხელით გააკეთა, წარმოიდგინე რომ მუხუდოს ისე მოძელვას, რომ ფაფა გამოვიდეს და დარწმუნებული ვარ 200 ჯერ გემრიელი იქნებოდა.
მოდი წადე. და მე დავირეკე. აიგა დრო დღევანდე სულ ამბობ ხო რაც უფრო ტექნოლოგიურად და რაღაც სამყარო წინ მიდის, მით უფრო ნაკლები დრო გჯება ყველაფრისთვის და ხანდახან სუნთქვისთვისაც გავიც ვერ ყოფს აკვარის და იმედია გვექნება ხოლმე. მადლობა ნონას და მადლობა მის სტუმარს. აუცილებლად შემდეგ გავეცნობით ისევ თავიდან ამოვიწერთ ინგრედიენტებს რა ჭირდება, რა რამდენი ჭირდება და გავიმეორებთ სახლში ვნახოთ ერთი როგორი გამოგვივა. კი, მუხუდოთ ან ჩვენთვის ძალიან ორგანული მარცვალია საქართველოში, საცეზამის რო კაიხანი ეყიდება და ძვირი არაა, შესაბამისად ამკერდ ძალიან მარტივად და ცოტცილები დატვირთულია, თუ ვარჯიშობ და დიეტაზე ხართ, შესანიშნავი რაღაცაა სტაფილოებთან, კიტრებთან და ასე შემდეგ. ახლა კი დღეს ისევ შეგახსენებთ, რომ პარასკევი არის და თქვენს ყურადღებას განსაკუთრებულად მივიპყრობთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ქალბატონები ჩაუსხედით ახლა ეკრანებს, იმიტომ რომ დღეს მერის წუთის დრო არის რუბრიკა, რომელიც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელი რუბრიკა გახდა და დღეს მერის ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს. ეს არის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით აი ქალბატონები ახლა რატო ვთქვი პაატა, იმიტომ რომ ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ აი 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე, რომელიც მერე ცხოვრებას გვილამაზებს, ხო და ბედნიერებს ღვთის ხოლმე ხა. ქალები ასე ვართ ზოგადად, როდესაც კარგად გამოვიყურებით და ჩვენი თავი მოგწონს, ის ჩვენი ცხოვრებას გვილამაზებს. უკვე სხვანაირია ხოლმე და უამრავი მადლობელი ქალბატონი ყავს ამ ადამიანს, მაგრამ აი საინტერესო არის, როგორი არის მისი ცხოვრება, როგორი არის თავად ამ პროფესიის მიღმა და ახლა სწორედ ამას გავიგებთ. ამიტომ მერი შემოგვიერთდეს თავისი რუბრიკით და სტუმრით. პირდაპირ შემოვიდეს მაშინ მერი. მერი, აბა ვინ ყავს კონკრეტულად რო გითხრა დღეს სტუმარი? დღეს ჩემი რუბრიკის სტუმარი არის ადამიანი, ვისთან ერთადაც ძალიან მინდოდა გულწრფელი საუბარი ბავშვობაზე, იმ გარემოზე, სადაც გაიზარდა, წლებზე, შეცდომებზე და გზებზე, რომლებმაც აქამდე მიიყვანა და სილამაზეზეც, რომელიც მხოლოდ კოსმეტიკა ან პროცედურა არ არის, სილამაზე ზოგისთვის მხოლოდ სარკეა, მაგრამ არის ადამიანები, ვინც სხვებს ეხმარებიან იმ სარკეში საკუთარი თავი უკეთესად დაინახონ. ქალი, რომელიც სილამაზეს ყოველდღიურად ემსახურება, გულით, სითბოთი და დიდი პასუხისგებლობით და სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ ჩვენი დღევანდელი საუბარიც ზედაპირი კი არა, უფრო სიღრმისეული ყოფილიყო, იმიტომ რომ სილამაზე ისეთი სფეროა, თუ სიღრმე არ აქვს, თუ ბუნებრიობა არ აქვს, ის არანათებს და ის არასხივებს და ვინც ამას ემსახურება, ძალიან დიდი პასუხისგებლობა აკისრია თითოეული ქალბატონის მიმართ. დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ ელენე ბოჭორიშვილი, კოსმეტოლოგი. ელენე, მოგესალმები. დიდი მადლობა რომ დამიწმეთ რომ და მოხვედი. მოგესალმებით. მოკლედ მთელი ქალაქი გიცნობს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ქალბატონი და არა მარტო ქალბატონი, მინდა აღვნიშნო, მამაკაცებიც მიმართავენ უკვე აი ამ პროცედურებს, შენს ოქროს ხელების მიმართ არიან მადლიერები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ მანამ აქამდე მოვალთ, საინტერესოა ელენე როგორია კადრს მიღმა. როგორი იყო ელენეს ბავშვობა, როგორ გაიზარდა და რატომ გადაწყვიტა ელენემ, რომ აი ამ სილამაზის სფეროში გადაედგა ნაბიჯები და გაებედნიერებინა ეს ხალხი. როგორი ბედნიერი ბავშვობა გქონდა მოგვიყევი ეხა ამაზე. როგორც ვიცი, ქუთაისში დაიბადე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ მომეწვია. ჩემთვის პირველად არის მსგავსი ტიპის გადაცემაში მოსვლა და ძალიან მიხარია, რომ ეს შენთან მოხდა. მე როგორც ახსენე, ქუთაისში დავიბადე, იქ გავიზარდე. იქ დავამთავრე სკოლაც და ინსტიტუტიც. ბათუმში ჩემი ჩამოსვლა ეს უკვე გამოიწვია შემდეგ ცხოვრებისეულმა სხვადასხვა მოვლენებმა. სანამ ამბავამდე მოვიდოდი, ასე რომ ვთქვათ და ვიქნებოდი კოსმეტოლოგი, მართლა ძალიან დიდი გზა გამოვიარე. ბავშვობაში სწავლობდა ჩვეულებრივად, ცხოვრობდა ჩვეულებრივად ოჯახში, დედაჩემი, მამაჩემი მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ შეექმნათ ჩემთვის კომფორტი. მეც როგორც ყველა 90-იანელი ბავშვი გავიარე ის რთული პერიოდი. აი რთული რა იყო, მოდი ვისაუბროთ, ნახე.
ჩვეულებრივი ოჯახი ეხლა ძალიან თავდაპირველად საუბრობ, აი ეს სიყვარული და აი ეს ემოცია რაც შენ გაქვს, ჩვეულებრივი არ არის, ეხლა ალბათ ჩვენ ამაზე ვჯერდებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების სიყვარული, ემოცია. დედა, აი მაგალითად დედის მიდგომა, როგორი იყო პატარა ელენესთან? დედა ჩემთვის რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არის ჩემს ცხოვრებაში, ასევე მამაც. დედა იყო ფინანსისტი, რომელიც იმ პერიოდში ყოველთვის მოკლედ ჩემი ბავშვობის პერიოდში მუშაობდა, თუმცა ჩემთვის არ ყოფილა დეფიციტი, ასე რომ ვთქვათ, მასთან ურთიერთობა. აი, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყოფილიყავი წარმატებული. ერთი დედმამიშვილი ხარ თუ ყავს? არა, მე მყავს ასევე ძმა, უფროსი ძმა, რომელიც არის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ახლო მეგობარი ჩემთვის და ყველაზე დიდი მხარდამჭერი ადამიანი. 6 წლით უფროსი არის, ის ჩემთვის იყო. ანუ ძალიან დიდი მხარდაჭერა გეკნებოდა, ეხა 6 წლის ძმა, 1 წლის ელენე. ნამდვილად, აი წარმოუდგენლად დიდი როლი აქვს მას შესრულებული იმაში, რომ დღეს მე აქ ვარ. მამის წვლილსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქალბატონების ცხოვრებაში. მამა როგორი იყო ელენესთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით შემდეგ ფსიქოლოგიური მიდგომებით, ეს ყველაფერი განაპირობებს თუ როგორ მეუღლეს ავირჩევთ. მამა იყო ძალიან ესეთი კეთილი ადამიანი, ძალიან თბილი ჩემს მიმართ და ზოგადად ოჯახში იყო აი ასეთი თბილი გარემო ჩემთვის. ბავშვობაში ძალიან ბევრს მოგზაურობდით, ვიდრე ომი დაიწყებოდა. მამა, დედა და ჩემი ძმა ყოველთვის მოგზაურობდით აფხაზეთში და ნუ იმდროინდელი კურორტები რაც იყო კისლოვოდსკი, ესენდოკი, პიატიგორსკი. ნუ ძალიან კარგად შეიძლება არა, მაგრამ საკმაოდ კარგად. სადღაც 7 წლამდე ალბათ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლო იყო, იქ ნათესავებიც ყავდა და მამა ჩემს ყავდა მანქანა, რომელთაც ჩვენ დავდიოდით ძალიან ბევრს. პრინციპში ეგ ძალიან ტკბილი მოგონებაა ჩემთვის და ძალიან ხშირად მაქვს ეს მოგონება სისმარშიც თქვა წარმოედგინეთ, აი აფხაზეთში ყოფნა. გუდაუთაში, სოხუმში, გაგრაში, რაღაც ჩემთვის ეს ძალიან დიდი ტკბილი მოგონება. ანუ საქართველოს ტერიტორიები მამასთან ერთად მანქანით ოჯახმა მოიარეთ ბავშვობიდან. ანუ ეს კულტურა იყო ოჯახში. რა საინტერესოა რატო? თავად მამის მშობლებიც ხوار პროვოცირებდნენ ამ ამბავში, ხوار მოუყოლია მამას, რომ მას აი უყვარდა და შეაჩუეს აი ამ მოგზაურობას. არა, ეგ არ იყო მთავარი მაპროვოცირებელი, უფრო ალბათ ის იყო მეტად მაპროვოცირებელი, რომ იქ ყავდა ნათესავები და ამის გამო დავდიოდით უფრო ხშირად აფხაზეთში. ეხლა რა მდგომარეობაა? ნათესავები კი, გვაქვს კონტაქტი, უბრალოდ ისინი ყველანი სამწუხაროდ ეხლა ცხოვრობენ რუსეთში. აჰა, სამწუხაროდ ეს საქართველოს ტკივილია, ყველა ქართველი ადამიანის ტკივილია და იმედია ოდესმე ეს ტკივილი სიხარულად გვექცევა და აღარ იქნება ესეთი სევდიანი. ელენე გაიზარდა, რა თქმა უნდა, სასწავლებელი დაასრულა, ანუ, მაგრამ სანამ კიდევ გადავართ უნივერსიტეტს, რაც ეხება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რა განათლება მიიღე და ვინ იყო მაპროვოცირებელი ამ ყველაფრის, იმიტომ რომ თუ მედიცინაში იყო მაშინ ხალბატონი, ეს იყო ძალიან კარგი პროფესია. აი, გარემო მაინტერესებს, სკოლა, ბავშვები, მეგობრები, იმიტომ რომ სოციუმში ჩვენ ვსწავლობთ უკვე ურთიერთობებს. ზოგადად დედა იყო მაგ კუთხით მკაცრი, ითხოვდა რომ ყოფილიყავი საუკეთესო მოსწავლე. გამომდინარე აქედან ასევე იყო ჩემი ძმაც, მაშინ 5-იანი იყო მაქსიმალური შეფასება და 5-ებზე ვსწავლობდით სკოლაში მეც და ჩემი ძმაც. აი წარმოუდგენელი იყო ჩემთვის 5-ზე დაბალი ნიშნის მიღება, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ძალიან ეწყინებოდა დედა ჩემს და გამომდინარე აქედან მოკლედ დედა იყო იმის ასე რომ ვთქვათ გარანტი რომ მაქსიმალურად კარგად და 5-ებზე დავამთავრე სკოლა. გამომდინარე აქედან ძალიან მიხარია რომ ეს ასე იყო და ის რომ საერთოდ სამედიცინოზე ჩავაბარე, ეგ უკვე გამოიწვია რა თქმა უნდა მაპროვოცირებელი ამ შემთხვევაში დედა იყო, იმიტომ რომ როცა სკოლა დავამთავრე, მართლა არ ვიცოდი რა ვინ უნდა გამოსულიყავი. მაშინ ეგეთი დრო იყო. ბავშვობიდან არ მქონდა ნამდვილად ეგ
ასე რომ ვთქვათ, მშობლები წყვეტავდნენ, ხო? ისეთი პერიოდი იყო. იმ პერიოდში ალბათ ასე იყო და როდესაც დადგა ის საკითხი თუ რას უნდა გავყოლოდი, რა თქმა უნდა, სამედიცინოს უნდა გავყოლოდი და შემდეგ უკვე პროფესია ავირჩია სტომატოლოგია. დედას ყავდა ძმა ძალიან ცნობილი ექიმი, ასევე ძმისშვილი მისი ექიმი იყო და მისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ფინანსისტი, მაგრამ მაინც სამედიცინოზე გადამაწყვეტინა ასე რომ ვთქვათ. თუმცა არ არის ეხა მარტივი, როდესაც მშობლები გვიწყვიტავენ, უკვე აი ამ ზრდასრულობის ასაკიდან რომ გადავხედოთ, ამ ყველაფერს ხო ძალიან დიდი შრომა ჭირდებოდა, აი ამ ხელა ტექსტები, ამ ყველაფრის სწავლა, აი ელენე და აი ეს პროცესი, როგორი იყო? გეზარებოდა ძალით სწავლობდი თუ თან შეგიყვარდა ეხა, იმიტომ რომ უნდა გესწავლა ეს ყველაფერი. არა, შინაგანად ვიყავი ძალიან ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლიანი, აქტიური, მიყვარდა რაღაცეების ორგანიზება, მოკლედ ყოველთვის აქტიური მოსწავლეც და სტუდენტიც ვიყავი შესაბამისად. ეს პროფესია რადგანაც ავირჩია, ვცდილობდი რომ მესწავლო კარგად. აქედან გამომდინარე, არ მეზარებოდა ნამდვილად პირიქით. იქ როგორც კოლეჯი დავამთავრე, ჯერ სამედიცინო კოლეჯი, მერე სამედიცინო ინსტიტუტი. ორივეგან მაქსიმალური ქულებით, ასე რომ ვთქვათ, ნიშნებით, მაშინ ნიშნები იყო, ქულები არ იყო. დავამთავრე კარგი წითელ დიპლომზე. რაღაც პერიოდის მერე დედა სხვათა შორის უსაყვედურე, მერე ისე განვითარდა მოკლედ ჩემი ცხოვრება, რომ აღმოჩნდა საერთოდ განსხვავებულ სფეროში, დროებით ბანკში. სამედიცინო სფერო და ბანკში. რატომ ელენე? იმიტომ რომ როდესაც დავასრულე სკოლა, ინსტიტუტი ბოდიში, ამ დროს, ანუ სამედიცინოზე უნდა გააგრძელო რეზიდენტურა. კი ბატონო. რეზიდენტურაში რომ გამაგრძელებინა სწავლა, ამას სჭირდებოდა იმ პერიოდში ფინანსები. თან ოჯახში ვიყავით 2 რეზიდენტი, მე და ჩემი ძმის მეუღლე, ანუ რძალი, რომელიც ასევე ჯგუფელები ვიყავით ინსტიტუტში. და ცოტა რთული იყო ოჯახისთვის 2 სტუდენტის გაგზავნა თბილისში. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ერთი წელი დაგვესვენა, ასე რომ ვთქვათ, და შემდეგ 1 წლის მერე გაგვაგრძელებინა ჩვენ სწავლა უკვე რეზიდენტურაში. მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ის 1 წელი ყველა რომ არ ყოფილიყავი, ერთ-ერთმა დიდმა ორგანიზაციამ და ჩემთვის ძალიან ძვირფასმა იმ პერიოდში გამოაცხადა ტესტირება. ტესტირება ის იყო უცხოხელი 90-იანელი ბავშვებისთვის ტესტირება ეს მაშინ იყო რაღაც ახალი, იმიტომ რომ ყველა გამოცდა მქონდა ჩაბარებული ან ზეპირი ან წერით და ტესტირება იმდენად საინტერესო იყო და ზოგადად მათემატიკაშიც კარგად ვსწავლობდი, ამიტომ მოხვია ჩემს მეგობრებს ხელი და წავედით ყველა ერთად ამ ტესტირებას. აი ხუთოსნობას არ გამოგადგა. რაოდენად გასაოცარი არ უნდა იყოს, მოკლედ გადავალახე ეს პირველი ეტაპი, შემდეგ მეორე ეტაპი, შემდეგ მესამე და ამიყვანეს სამსახურში, საბანკო სფეროში. და რადგანაც ეს მოხდა, ჩემდა უნებურად და რასაც მე რეალურად არ ველოდებოდი, ვიდრე ვიფიქრე, რომ ვიდრე გავაგრძელებდი სწავლას რეზიდენტურაში, ვიმუშავებდი რა, ეხლა მაშინ ბავშვი ვიყავი, ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ გადავწყვეტე, რომ რამდენი წლის იყავი? ეს 23 წლის უკვე მუშაობდი. უკვე მუშაობდი. უკვე ქონდა საკუთარი ხელფასი. კი. როდის დაოჯახდა ელენე? მნიშვნელოვანია ამავე წელს დავოჯახდი, მოკლედ დავიწყე ბანკში მუშაობა, რაღაც 1 თვე გავიდა, გავიარე ეს ყველა ეტაპები და რომ და ჩამჯდარიყავი, ასე რომ ვთქვათ, შტატში, უკვე ამ დროს მოხდა ის, რომ გავთხოვდი და მომეწია ბათუმში წამოსვლა. აი, სულთქვილად გაიარე ეს ტესტირება, დაბრუნდი უკან. არა? ამ ორგანიზაციას არ ვიცი შეიძლება თუ რა ახსენოს ორგანიზაცია. მოკლედ ქონდა რა თქმა უნდა ყველა ქალაქში ფილიალები. გასაგებია. და რადგანაც ასე მოხდა და მე გავთხოვდი, გადმომიყვანეს ბათუმის ფილიალში და აქ განვაგრძე მუშაობა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან იყო ყველაზე დიდი საჩუქარი სამყაროსგან იქიდან გამომდინარე, რომ ახალ ქალაქში ინტეგრირება მოხდა ჩემი ძალიან მარტივად.
და ბათუმელებს ისე შეეგო და ისე უყვარხარ, რომ აქაო ეგონი ხარ ყველას. და იმდენი უძვირფასესი მეგობარი, იმდენი ადამიანი გავიცანი და ისეთი მნიშვნელოვანი იყო ეს ჩემთვის, რომ მთელი ცხოვრება ყველა ეტაპზე ამ ადამიანებისგან მხარდაჭერა მაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის. ეხლა მივიდეთ კოსმეტოლოგიამდე. როგორ აღმოჩნდი ბანკიდან კოსმეტოლოგიის სფეროში? აქაც დიდი გზაა გამიგეთ. რა თქმა უნდა. მოკლედ ისე იყო, რომ ბანკში რადგან მუშაობდი, თან ოჯახი შევქმნი, რაღაც შემოვრჩი, ასე რომ ვთქვათ, იმაზე მეტ ხანს ვიდრე ამას ვგეგმავდი. თუმცა ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა დავბრუნებოდი ჩემს სფეროს. მაგრამ რაღაცა წლები რო გავიდა, სადღაც 31 წლის ვიყავი უკვე, რომ მეგონა ჩემ წარმოდგენაში მქონდა ის, რომ უკვე დაგვიანებული იყო. მიუხედავად იმისა, არ დავშორებულ ვარ ამ სფეროს, იმიტომ რომ როგორც ვახსენე, ჩემი მეგობარი, ჩემი იგივე ოჯახის წევრი ამ სფეროში ჩვეულებრივად მუშაობდა, ჩემსავით არ აღმოჩნდა ის სხვა სფეროში, არ დამიკარგავს კონტაქტი ამ ჩემ სფეროსთან. მაგრამ რაღაცნაირად მქონდა ის შეგრძნება, ის მომენტი, რომ უკვე გვიანი იყო რა ყველაფრის დაბრუნება. ეგ ზოგადად დღესაც გონია ხოლმე, აი 40 წლის ასაკში, 45 წლის ასაკში, რომ ყველაფერი გვიანია და არ არის ეგრე. ალბათ დღესდღეობით მივხვდით ამდენი ფსიქოლოგიური ტრენინგების მე, რომ სანამ მანამ ცოცხლები ვართ ადამიანები, გვიანი არაფერი არასდროს არ არის. თუმცა იმ მომენტში ამის მოტივატორი ტრიგერი აღმოჩნდა ჩემი თანამშრომელი, რომელიც ჩემი მეგობარი, რომელიც რაღაც ისე შემთხვევით შემოვიდა ჩემს ოთახში, სამუშაო კაბინეტში და უბრალოდ ისე ვკითხე, რამდენი წლის იყო და აღმოჩნდა, რომ იყო ჩემზე 10 წლით უფროსი, ცოტა მეტითაც. და გავმოგონდი რა, ვერ დავიჭერე, რომ შეიძლებოდა ეს ადამიანი იყო, იმიტომ რომ მეგონა ჩემი ტოლი იყო. და მივხვდი, რომ ანუ 10 წელი ის იმდენად დიდი დროა და 10 წლის მერე მეც შემეძლო ყოფილიყავი ისევ ახალგაზრდა, ისევ აი ასეთი, როგორიც ის იყო ენერგიით სავსე, ჩვეულებრივად ახალგაზრდა ადამიანი. ვიფიქრე, რომ ანუ არაფერიც არ არის დაგვიანებული, ჩავჭექე შესვენებაზე მანქანაში, გამოვედი ქალაქში, ლენინის ქუჩაზე, ლენინის ქუჩაზე გავაჩერე მანქანა და ესე ჩამოვწერე ის ვერსიები, რა ვერსიებიც მერეც, ანუ 10 წლის მერე მეც წარმოვიდგენდი ჩემს საკუთარ თავს. და ამ გამორიცხვის მეთოდებით მაინც მივადექი იმას, რომ ჩემს სფეროს უნდა დავბრუნებოდი. იმ დღესვე გავარკვე რეზიდენტურის საკითხი. ერთ დღეში გადაწყვიტე ეს ყველაფერი. იმ დღესვე რეზიდენტურის საკითხი და ამ ჩავაბარე, დავიწყე მზადება რეზიდენტურის გამოცდისთვის. ჩავაბარე რეზიდენტურაში, შემდეგ ანუ აღმოჩნდა, რომ ბათუმში შემეძლო მოდულების გავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეზიდენტურის მოდულები გამოვლა, დავიწყე სწავლა და წელიწად ნახევრის შემდეგ უკვე გავედი სალიცენზიო სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომ მიმიღო სახელმწიფო ლიცენზია. თან პარალელურ რეჟიმში მე და ჩემმა ოჯახის წევრმა მეგობარმა, ანუ გივერძალმა, დავიწყეთ კლინიკის, ასე რომ ვთქვათ, გავხსენით კლინიკა, სტომატოლოგიური კლინიკა. კი ბატონო, ეხლა მაინტერესებს სტომატოლოგია საერთოდ ხსენებაში არ იყო. ელენე მაინტერესებს აი პატარა ელენეს ესე რომ გადახედო, აი ხა ამ განვლილი ცხოვრებიდან, აი რას ეტყოდი? აი რას ვეტყოდი? ნუ პრინციპში არაფერსაც არ შევცვლედი, იმიტომ რომ ყველა ეტაპმა მოქმედა ჩემზე ძალიან პოზიტიურად. მე ღრმად მწამს იმის, რომ სამყარო ტყუილა არაფერს არ გვეგზავნის. ამიტომ ის ადამიანებიც კი, ვინც მოდიან ჩემს ცხოვრებაში, ტყუილა არც ერთი არ იყო. ის რაღაცები, რომ მოხდა სიტყვაზე საბანკო სფეროში რომ აღმოჩნდი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამიტომ ალბათ არც არაფერს არ შევცვლიდი, ერთადერთი რას ვეტყოდი იმას, რომ ცოტა უფრო მეტად შრომის მოყვარე ყოფილიყავი და რაღაც უცხო ენები უფრო მეტად მაშინ მესწავლა და მე არ დამჭირვებოდა ამისთვის. რაღაცეებში დამეჯერებინა უფრო მეტი მშობლებისთვის ხოთა შორის ამასაც ვეტყოდი, იმიტომ რომ ზოგჯერ როცა ბავშვები ვართ, არ ვუჭერებთ რაღაცეებს მშობლებს, ცოტათი ვზარმაცობთ და მერე უკვე როცა მოდის დრო და
რატო არ დაუჯერეთ და რატო არ გავაკეთე? მithქვამს, აი დღეს ძალიან მადლიერი ვარ დედა ჩემის, რომ იმოქმედა და ჩამაბარებინა სამედიცინოს. აი ძალიან მადლიერი ვარ ამის და მიხარია რომ ასე მოხდა. იცი რა, ეხლა მე რო გისმენთ, შენ აი ძალიან გაღიმებული, ესე მშვიდად წყნარად ყვები ამ ყველაფერს და ჩვენ პრობლემებზე არ გვისაუბრია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, ძალიან ბევრი ქალბატონი გვიყურებს. ეხლა იქ ბარიერები, გადალახვა, ეს გარემო, არის ხოლმე ნეგატიური შეფასებები, შეიძლება ვიღაცას კიდევაც мотиваციაც დაეგდო, ან თუნდაც ჩვენი აზრები, საკუთარი თავი და არა სხვა. აი როგორ უმკლავდებოდი ამ ყველაფერს, სადაც ეხა ეს სიმშვიდეა, ეს ისტორია, იქ უკან ხო ბევრი რაღაცაა, როცა საკუთარ თავზე ვმუშაობთ, ან თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ფეხს დაგვიდებენ, ზუსტად ისინი არიან ჩვენი მასწავლებლები. თუ გახსენდება რამ ესეთი მნიშვნელოვანი ისტორია, რამაც განაპირობა, რომ ელენე დაამთავრდა, შენ უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი ცხოვრებაში. ზოგადად, რადგანაც აი როგორც გითხარით, სხვა სფეროში ვიყავი, აქ იყო რა თქმა უნდა სირთულეები, ამიტომაც შევრჩი იმ პერიოდს და ვერ წამოვიდი დროულად, რომ იყო ფინანსური თემაც, ხო? ფინანსებზე ძალიან დამოკიდებული ვიყავი, მყავდა ოჯახი, თუმცა ამ შემთხვევაში დადგა ის მომენტი, როცა მეუღლე დამიდგა ძალიან მყარად გვერდით და აი მეუღლის მხარდაჭერით უკვე გავბედე, რომ წამოსულიყავი ამ საბანკო სფეროდან და მთლიანად გადმოსულიყავი ჩემ სფეროში. რა თქმა უნდა, იყო ეს სირთულეები, თუმცა გვერდით მყავდა მეუღლე, ჩემი ძმა, ძალიან ოჯახის წევრები პირველ რიგში და შემდეგ მეგობრები, რომლებიც მართლა გვერდით დამიდგნენ. იღბლიანი ადამიანი ყოფილხარ და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. ბოლო კითხვასაც დაგისმევ, აი სილამაზის ირგვლივ, რასაც შეეხება შენი პროფესია და დამოკიდებულება, ძალიან დიდი პასუხისგებლობა გაკისრია. ჩვენ ვიცით სილამაზე რაც არის, ტენდენციებიც ვიცით სამწუხაროდ, ეს ყველაფერი რომ ბუნებრიობას თითქოს ქალბატონები გაექცევიან და უნდათ რომ იყვნენ მაგალითად სხვა ადამიანები. ამ შემთხვევაში, როდესაც შენ მოგმართავენ და შენი სტილი არის ბუნებრიობა, როგორ უდგები ფსიქოლოგიურად, რომ მათ დაარწმუნო აი იმ მიდგომებში ზუსტად ის ქალბატონები, რომ არა შეხარ ლამაზი და ეს არის მხოლოდ შენი კომპლექსის ნაწილი. კარგად თქვი, რომ მართლა იღბლიანი ვარ. ზოგადად მე თვითონ კოსმეტოლოგიაში რომ გადავდგე ეს ნაბიჯი და დავიწყე, ეს არის დამსახურება ჩემი მასწავლებლის ლელა მეფარიშვილის. ეს ადამიანი შემთხვევით გავიცანი და ასე რომ ვთქვა, დღეს ის მე მიწოდებს მესამე შვილს და მე კიდე მას მეორე დედას. ეს ალბათ ერთ-ერთი ზეგავლენა არის ლელასგანაც, რომელმაც ასე დამანახა ეს სფერო და ჩემთვის ბუნებრიობა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ჩემ პაციენტებს არასდროს არ ექნებათ ჰიპერკორექცია მაგალითად. ხშირად მქონია ნამდვილად ეგ მომენტი, როდესაც მოდიან და მთხოვენ რაღაც ისეთ, რომელიც ჩემთვის მიუღებელი, იმიტომ კი არ არის რომ ეგ არ შეიძლება უბრალოდ იმის გამო მთხოვენ ამას, იმიტომ არ მინდა ეგ რო გავუკეთო, რომ არ დავაკარგინო ადამიანს იდენტობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ყველაფერი, რაც კი კეთდება, რასაც ვაკეთებთ ესთეტიკაში, უნდა იყოს ბუნებრივი, მხოლოდ მოვლის რუტინა და სილამაზისთვის უნდა იყოს და არა იმისთვის, რომ იდენტობა დავკარგოთ და დავემსგავსოთ ვიღაც სხვას, იმიტომ რომ ეს ყველაზე ცუდი რამეა, რაც შეიძლება მე გავაკეთო. სხვადასხვა კვლევებიდან გამომდინარე, არის ის ფაქტი დაფიქსირებული, მე გავეცანი, რომ რაც არ უნდა ვიზუალი ადამიანმა შეიცვალოს, შეიძლება კინოს არკეში მოსწონდეს, მაგრამ შიგნით მაინც რჩება ის კომპლექსები, თუ სხვანაირად გონებრივად არ იმუშავებს ამ პრობლემებზე. ჩემო კოლეგებო, თქვენ ხო არ გაქვთ რამე შეკითხვები? არის სოფო მაგალითად, ვიცი გიყვარს ეს სილამაზის სფერო და პატად შეგიძლია ელენეს სახის მოვლასთან დაკავშირებით ერთი-ორი კითხვა. კითხვა თუ გაინტერესებს. შემიძლია გულწრფელად შემოგიერთდეთ საუბარში და ვთქვა, რომ ელენეს პაციენტი მე გადაზედმეტებული ჩარავით არასდროს არ მინახავს და მიყვარს, როდესაც პროფესიონალი თავის ხელწერას გვერდს არულებს ხოლმე და ყოველთვის მიდის სწორი გზით. ეხლა ცოტა უნდა გავამხიარულო 1-2 წუთი, გუში კომპლიმენტი მიიღო ჩვენმა კოლეგამ, ვიზაჟისტი ყავდა. ვაიმე, ტონალური საცხი გისვეო და არაო და ვაიმე, რა კარგი სახის კანი კონიაო და როგორც პაატა მახსენა გუში,
წყლით და საფნით მხოლოდ აქვს დილის მოვლის ინსტინქტი. ესა მე მგონი გენეტიკურია. ბარემ ვიკითხავ მართლა, ხო არის დაუშვათ ასაკთან ერთად, მიუხედავად ისე რომ მოზარდობის ასაკი გამოვიარეთ ყველამ და ყველას ხვდა რაღაცების სახეზე და ზურგზე, ზოგ შემთხვევაში რჩება ეს. ხო? და როგორ უვლიან ამ შემთხვევაში თუნდაც ბიჭები, ხო? იმიტომ რომ გოგოებზე ხშირად ლაპარაკობ, იმიტომ გოგოებს სურვილი უფრო მეტი აქვთ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის პოვლის ვიდრე ბიჭებს ხშირად. ამ შემთხვევაში როგორ შეიძლება რომ მოუარო თავს ისე რომ მე არ შეგაწუხოს რაღაცებმა, თუ გაწუხებს რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ალბათ აკნეს გულისხმობთ, ხო? ხო, ბუნებრივია. ან ცხიმო, ან წარმონაკნევს. ბიჭები და საერთოდ მამაკაცები არიან ძალიან იღბლიანები, გვიან იწყებენ დაბერებას და ეხა პატარ შემთხვევაში გენეტიკა არის ეთყობა, რომ ანუ უბრალოდ იყვანს სახეს და კარგად გამოიყურება მაინც. რაც შეეხება იმ შეკითხვას, რასაც თქვენ ამბობთ, რომ თუ კი არსებობს მსგავსი პრობლემა, ამ შემთხვევაში პირველ რიგში აუცილებლად დერმატოლოგს უნდა მიმართოს პაციენტმა, რომ მოაგვაროს ეს საკითხი, იმიტომ რომ აკნე არის ძალიან რთული და ვერაგი დაავადება, რომელიც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ადამიანს საერთოდ ნორმალური სოციალური ცხოვრებისთვის. რაც შეეხება დანარჩენად, უბრალოდ რუტინა, სწორი რუტინა, რომ დარეგულირდეს ის ცხიმიანობა კანის და სწორად იყოს შერჩეული დასაბანი გელი, დამატენიანებელი და ასე შემდეგ, მეტი არაფერი. ანუ პრინციპში მოვლის საშუალებები ძალიან დიდად არ განსხვავდება ამ შემთხვევაში სქესის მიხედვით. არა, ინგრედიენტები განსხვავდება. სქესის მიხედვით არა, უბრალოდ კანის ტიპის მიხედვით განსხვავდება და ამ შემთხვევაში სქესი არ აქვს. არა, მე მგონი აქვს, იმიტომ რომ მამაკაცები ცოტა დაჯილდოვებული ხართ უპირატესობებით. აი მაგალითად მამაკაცს არ აქვს ცელულიტი, რაც ქალბატონებს გვაწუხებს, ხო, სწორს ვამბობ. შეიძლება გვაქვს და არ გვაწუხებს. ვიან გიჩნდებათ ნაოჭები და ასე შემდეგ. მოკლედ, მე მგონი სასიამოვნოდ ვისაუბრეთ, ძალიან დიდი მადლობა ელენე. სტუმრად ყოფნისთვის, ჩვენ კიდე დრო მოვიდა რომ დავემშვიდობოთ ჩვენს უსაყვარლეს მაყურებელს და იმედია საათნახევრის განმავლობაში ესეთი ინფორმაცია მოგაწოდეთ, რომ რაღაც თქვენთვისაც იყო მნიშვნელოვანი. მოკლედ შაბათკვირა ჩვენგან დაისვენეთ და ორშაბათს ახალი ენერგიით ჩვენ და რა თქმა უნდა ჩვენი კოლეგა წამყვანები შემოგიერთდებით ისევ და შემდეგ კვირასაც ერთად გავატარებთ მოკლედ. ხო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. წინ ბედნიერ უქმეებს გისურვებთ, საკმაოდ მზიანი დღეები გველოდება, ასე რომ შეგიძლიათ რუჯიც უსაფრთხოდ მიიღოთ, რა თავარია რომ უსაფრთხოდ. SPS-ის დაცვით. დაიცავით თქვენი სახისკანი აბა ჯამრთელად და ორშაბათს ისევ დიდი შესვენება ჩვეულ დროს პირველ საათზე შემოგიერთდებით. კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.